ძალიან მტკივნეულ თემას შეეხე. ხوار გონია რომ ეს ტექნოლოგია ისევ იმათ გაჰამდიდრებს, ვინც უკვე მდიდარია, თავის დროზე ამ კომპანიებში რამე წილის ან აქტივის ფლობელი იქნება. ეხლა უბრალოდ შენ წარმოიდგინე, რისი გაკეთება შეიძლება ცუდ მთავრობას AI-ით, ყველა ადამიანის გაკონტროლება, ყველა ადამიანის ამოცნობა. AI ყველას გაათანაბრებს. ხوار ფიქრობ, რომ AI-ის გამოჩენა მოგვიმატა საქმე. AI ჩაანაცვლებს დაახლოებით 800 მილიონ სამუშაო ადგილს. მოგესალმებით ტექრაშერებო, ვაგრძელებთ ან ვიწყებთ ჩვენი პოდკასტების სერიას, არ ვიცი ეს ვიდეო რომელი დაიდება. საწყის ეტაპზე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დალაიქოთ, დაწეროთ კომენტარი და აუცილებლად გააზიაროთ. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ძალიან საინტერესო. ბოლო რამდენიმე წელია სამხმარებლო ბაზარზე გაჩნდა AI ხელსაწყოები, თუმცა ვიცით, რომ სხვადასხვა კომპანიები თავისი ყოველდღიურობისთვის და შიდა საქმიანობისთვის მრავალი წელია AI სხვადასხვა ფორმით ამას მოიხმარენ. ბევრი კითხვა დაგროვდა ამასობაში, სხვადასხვა სფეროში დიზაინი იქნება ეს თუ დეველოპერული სამყარო, სადაც AI-ზე ბევრი კრიტიკული ადამიანს სხვადასხვა ტიპის ხედვები აქვს და შევეცდებით, რომ აი ამ პოდკასტის მეშვეობით ამ კითხვებს ნაწილობრივ მაინც გავცეთ პასუხი და ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რომელიც დაგვეხმარება ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, არის EPAF Systems-ის მობაილ დეველოპერი ლუკა ბაბუნაძე. პირველ რიგში მადლობა ლუკა, რომ მოხვედი დაგვითმე დრო. გამარჯობა ავთო, მივესალმები შენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ გადაცემაში მომიწვიე. ჩემთვის ეს თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ შენი მსმენელებისთვის და შენთვისაც, იმიტომ რომ AI მართლა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო ეს პროცესი და უკვე ვხედავთ რამხელა შედეგი აქვს. შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ მაშინ სანამ უშუალოდ იმ თავარ კითხვებზე გადავალთ, ჩაგვამოცლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. დავიწყოთ ზოგადად ისტორიით, რა არის AI, ამ ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამვითარდა აი ამ ისტორიას რომ მოყვეთ. მე მგონი საინტერესო იქნება ბევრი მაყურებელისთვის. კი, სხვათა შორის ჩემი დაინტერესება AI-ით მაგ კითხვით დაიწყო, რომ დავფიქრდი რომ AI ჩამანაცვლა თუ არა და მომიწია რომ რაღაც ბევრი არტიკლი, ბევრი სტატია, ბევრი ვიდეო მენახა, ბევრი პოდკასტიც მათ შორის და რაღაც ჩემი აზრით ჩავამიყალიბდა ამ თემასთან დაკავშირებით. და მოდი ახლა პატარა ეს თქვა ინფოგრაფიკა მაქვს წამოღებული შენთან ამობეჭდილი, რომ გადავალოთ თვალი AI-ის timelines, ხო? AI-ის განვითარების ხაზს. და პირველი ესე თქვა გამოჩენილი მომენტი, რაც ისტორიიდან შეგვიძლია გამოვყოთ, არის 1950 წელს, როდესაც ალან ტურინგმა ესეთი თეზისი წამოწია, რომ თუ ოდესმეო მანქანა შეძლებს და ადამიანებს დააჯერებს, რომ თვითონაც ადამიანიაო, ესე იგი ამ მოწყობილობას ამ მანქანას ჰქონია ინტელექტია, ხო? და ვისაც მეგობრებო იმიტაციის თამაში ეს ფილმი არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად გიჩვენოთ რომ ნახოთ, ამ ადამიანზე, ამ პიროვნებაზე, რეალური პიროვნება იყო. მეორე მსოფლიო ომში ძალიან დაეხმარა ესე ვთქვათ გერმანელების წინააღმდეგ ხო შექმნა მანქანა რომელმაც გაშიფრა გერმანელების ესე ვთქვათ გაუშიფრავი ტექსტური მესიჯები და ალბათ ბრიტანეთის ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პიროვნება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხელისუფლების და იმ დროინდელი მთავრობის ბრალია რომ ეს ადამიანი ძალიან ადრე ასაკში გარდაიცვალა ხო ფაქტობრივად. ამ თემაზე მე შეგვიძლია სხვა დროს ისაუბროთ. ეხლა გავყეთ ისტორიას. 1955 წელს, რაღაც 5 წლის მერე უკვე ჯონ მაკარტი იყო ერთი ესეთი ძალიან მაგარი პროგრამისტი და ის თქვა დოქტორი ამ მიმართულებით, კომპიუტერულ მეცნიერების მიმართულებით და ამ ადამიანმა პირველად ახსენა ტერმინი ხელოვნური ინტელექტი თავის ნაშრომში. და აქედან უკვე ამ ტერმინსაც ამ ადამიანსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ერთად და ითვლება ჯონ მაკარტი ითვლება ხელოვნური ინტელექტის მამად. 1961 წელს უკვე Unimate ესეთი მოწყობილობა იყო, რომელიც გამოჩნდა ეს ქარხნებში ვიყავთ, ხო იცი, ასაწყობი ხაზები, ეგეთ ადგილას და ადამიანები ჩაანაცვლა და მე თუ მკითხავ ერთ-ერთი ეს უკვე ინდუსტრიულ რობოტებში AI-ის პირველი ინტეგრირება, ხო ესე? კი, ხო, აი AI-ის რაღაც ფორმისა თქმა უნდა. კი, ზუსტად, რომ ინდუსტრიული პროცესის და რევოლუციის განვითარება ასეთმა მოვლენებმა კიდევ უფრო დააჩქარა, როგორც კი მანქანები გამოჩნდნენ ქარხნებში, დაიწყეს ადამიანების ჩანაცვლება, უკვე ეს პროცესი გაცილებით დაჩქარდა.
და უკვე ყველა ხვდებოდა საით მიდიოდა მთელი პროცესი. MIT-მ ძალიან მალევე, ალბათ 3 წელიწადში 1974 წელს უკვე გამოუშვა პირველი chatbot-ი, Eliza, რომელსაც შეეძლო ადამიანებთან ქონოდა საუბარი და ჩვეულებრივ საუბრობდა და აქ განსაკუთრებული ის არის, რომ ხა ამ ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერება არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, წინასწარ გამზადებული კითხვა-პასუხები ჰქონდა, რომლის ესე ვთქვათ, რომელზე დაყრდნობითაც ვიღაცა hello-ს თუ ეთქვა და ესე უპასუხებდა hi-ს, რა ეს ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი და არაფერი ისეთი განსაკუთრებული. თუმცა chatbot-ი იყო რა, რომელსაც უკვე შეეძლო ქონოდა საუბარი. მალე გამოჩნდა Shake-ი, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა აწყეს და ეს იყო უკვე რობოტი, რომელსაც მარტო ესე ვთქვათ საუბარი კი არ შეეძლო, გადაადგილებაც შეეძლო სივრცეში. რობოტი იყო რა, ჩვეულებრივი, საკმაოდ მაღინჯი შეგიძლია აქ შეხედა, ხო? აუცილებლად თუ ანახავთ მაყურებელს კი, ამ ინფოგრაფიკს. AI ზამთარი ხდება მე ამ პერიოდში 1966 წლიდან დაახლოებით 1990-იან წლებამდე რა. ანუ ზამთარს იმიტომ ეძახიან, რომ ბევრი AI, ესე ვთქვათ, სტარტაპი, ტექნოლოგია გამოჩნდა, რომელმაც იმედები არ გაამართლა და ძალიან ჩაფლავდა, ჩავარდა. და ალბათ ჩემთვისაც ერთ-ერთი და ყველა ჭადრაკის მოყვარულისთვისაც ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო, როდესაც IBM-მა გამოუშვა Deep Blue. ეს იყო კომპიუტერი, რომელსაც შეეძლო ჭადრაკის თამაში. და მგონია რომ აი კაცობრიობის და ხელოვნური ინტელექტის შეჯიბრი დაიწყო აქ ამ წელში 1996 წელს გარი კასპაროვმა მაშინდელმა მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში მოუგო 4-2 Deep Blues ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ჭადრაკის თამაში შეეძლო. ხოლო 1997 წელს უკვე 1 წელიწადში 3-2 დაუმთავრა ხელოვნურმა ინტელექტმა გარი კასპაროვს და მე თუ მკითხავთ, მართლა ეს იყო ის გარდატეხი მომენტი, როცა ადამიანები სერიოზულად შეგვაშინა და გვაფიქრა მანქანამ და ინტელექტმა, ხო, ესე თქმა ინტელექტმა, იმიტომ რომ ჩვენს სოფლიო ჩემპიონს ადამიანს მოუგო მანქანა პირველად ცხოვრებაში. და ხო, მე უკვე ძალიან მალევე კისმეტი გამოჩნდა, ეს იყო უკვე MIT-ის ბოტი, ისევე chatbot-ი, რომელსაც მარტო საუბარი კი არა, ადამიანის ემოციური ინტელექტის აღქმა შეეძლო. ანუ შენს ესე ვთქვათ, გამომეტყველებას აკვირდებოდა თუ ტიროდი მოწყენი ქონა სახე, შესაბამისად პასუხობდა, თუ გიხარო და შეეძლო ამის ამოცნობა და თვითონაც ესე ვთქვათ, გამხიარულდებოდა და ასე შემდეგ. მალევე 1999 წელს Sony გამოუშვა ესეთი რობოტი, Aibo ერქვა და ამ რობოტს შეეძლო, რომ რაღაცა დროთა განმავლობაში თავისი ხასიათი ჩამოეყალიბებინა, განვითარებულიყო და ახალი ქცევები ესწავლა. მალევე 22 წელს შემდეგ გამოჩნდა უკვე პირველი Roomba, ესეთი რობოტი, ვაკუუმ რობოტი, ხო, ყველას გვაქვს ნანახი უკვე ფილმებშიც რო არის. და ამ ვაკუუმ რობოტს უკვე შეეძლო სივრცის დასკანერება, სივრცის აღქმა, ნავიგაცია და რა თქმა უნდა, ხა სახლის გასუფთავება. და ალბათ ხა Siri შენს გეცოდინება, პირველად Apple-ის ინტელექტი იყო, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მე iPhone-ი არასდროს მქონია, მაგრამ ვიცი რომ iPhone-ის საკმაოდ წინარე ვერსიიდან დაიწყო Siri-ის ჩაშენება, გამოყენება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით ხა Siri-ის შესაძლებლობები უკვე რამდენი რაღაც გაკეთება შეუძლია ავტომატურად, ხო? შეკვეთიდან დაწყებული გიკარნახებს ამინდის პროგნოზსაც და პატარა ასისტენტი არის თქვა. ხო რა, ჩვენი უკვე ყოველდღიური ასისტენტი არის. კი. ეს საქართველოში ნაკლებად მინახავს ვინმე Siri-ს ესე აქტიურად და აქტუალურად იყენებდეს, მაგრამ საზღვარგარეთ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არის, მათ შორის რეგიონის შეზღუდვების, რაც გვიან შემოვიდა ჩვენთან რაღაცეები, რაღაც ფუნქციებზე, წვემა დღესაც კი არ არის, თუნდაც შეასწყვი გამოძახების სერვისებს და შემდეგ მე საქართველოში მოგეთ მაგის გამოყენება რთულია და ნუ ერთ-ერთი იყო კიდე რა თქმა უნდა ენობრივი ბარიერი ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ქართულ ენაზე Siri ნუ არ მუშაობს. კი, ეგ არის სწორი აქცენტებია, უბრალოდ მაყურებელს ვთქვათ რომ გაცილებით მეტი შეუძლია Siri-ს, ვიდრე ჩვენთვის და ჩვენ გონია. Watson იყო შემდეგი IBM-ის კითხვებზე მოპასუხე chatbot-ი, რომელმაც რაღაც სატელევიზიო შოუ იყო ესე Jeopardy, იქ მოიგო 1 მილიონიანი პრიზი. ნუ რა თქმა უნდა, ხა პრიზს არავინ მიცემდა chatbot-ს, მაგრამ ის მოვლენა და ის ამბავი, რომ chatbot-მა ამდენი რაღაცა შეეძლო, უკვე აღსანიშნავი იყო, ხო? და 2014 წელს, აი პირველად რო ვახსენეთ ახლა აქ რო ყვებოთ ისტორიას, რომ ალან ტურინგმა თქვა, რომ მანქანა თუ დაარწმუნებს ადამიანებს, რომ თვითონ ადამიანია. მაგრამ რაღაც პატარა ტესტის ქონდა, ხო, ალან ტურინგს. ხო. კი, და ანუ Eugene იყო ესეთი რობოტი, chatbot-ი ისე, რომელმაც შეძლო, რომ ჟიურის წევრების მესამედი დაერწმუნებინა, რომ თვითონ იყო ადამიანი.
და ნუ ეს განსაკუთრებული იმითი არის, რომ დღემდე საკამათო თემაა, რომ შეძლო თუ არა იუჯინ რობოტმა, იუჯინ გუსტმანმა, რომელიც იყო უკრაინელი ტოლვილი, ესე გაეცნო რა ჟურის წევრებს, დაარწმუნა თუ არა და გადალახა თუ არა ალან ტურინგის ტესტი. მაგრამ მე თუ მკითხავთ, დღესდღეობით უკვე ChatGPT-ის სახით და ესეთი AI-ების სახით უკვე ისეთი მოწყობილება გაქვს, რომ ეგ ტესტი დიდი ხანია ხო, დაძლეული. დიდი ხანია ეს ტესტი დაწლი. Alexa იყო, შემდეგ კი ეს თქვა გამორჩეული მონაპოვარი ადამიანებისთვის მიგნება, რომელიც Amazon-მა გამოუშვა, ესეც ასისტენტი იყო. და ერთ-ერთი ყველაზე გამართული იმ დროისათვის, ხო? იმიტომ რომ სრულად ასრულებდა support service, მოკლედ რაც support-ი, შეკვეთის მიღება, გაფორმება, გადახდა, გამოძახება. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო, განსაკუთრებით იყო მჭიდროდ დაკავშირებული Amazon-ის ვებგვერდთან და ისე ვთქვათ, კომერციულ ვებსაიტზე აძლევდა წვდომას ხალხს. აი, ესეთი რობოტი იყო, რომელიც Microsoft-მა გამოუშვა 2016 წელს და არ ვიცი შენ შეკვდა თუ არა ამაზე ციახლები, გაგიჟდა ეს რობოტი პირდაპირ მნიშვნელობით, იგინებოდა რასისტულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერდა ხალხს და პასუხებს სცემდა ძალიან ეს ხო, ეს მე რაღაც ფორმატში. მე ვიცოდი ეს რომ Amazon-ზე, იმიტომ რომ რაღაცა ნუ ხო არის ჭორების დადიშხომე სხვანაირად, რომ აი მიცეს თავისუფალი ცნობა და მომხმარებელი თემ რასაც წერდა, მაგას ასწავლიდა. ნუ ასე ვთქვათ, აი ყოველგვარი ჩარჩოს გარეშე სუბთა ესეთი მხოლოდ ეს სისტემა, რომელიც არის თავარი მიზანი მისთვის, რომ ისწავლოს და ამ შემთხვევაში მომხმარებელი უკვე ცდილობს, რომ თავის ენაზე ალაპარაკოს, რა თქმა უნდა, ეს ბევრი ესეთი შევიდა ნეგატიური კონტექსტი და ნუ ბუნებრივია, რომ ისიც ავტომატურად მისი ჩვეულებრივი კომუნიკაციის მანერაც შესაბამისი იქნებოდა. ხო, აი იდეაში ეგ იყო, მართლა ეგ იყო Microsoft-ის ამ chatbot-ის მოვიდა, რომ ცუდ მონაცემებზე გაწვრთნეს, სოციალურ ქსელებიდან ამოღებულ მონაცემებზე გაწვრთნეს და სოციალურ ქსელებში კიდე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ პასუხობთ ადამიანები ერთმანეთს, რა სახის და შინაარსის ეს თქვათ ინფორმაციებს ვავრცელებთ იქ და რა თქმა უნდა ცუდ ინფორმაციაზე გაწვრთნილი AI, ამაზე მე შეგვიძლია ჩავშალოთ კიდე, ცუდ პასუხებს დააბრუნებს, ხო, ეს ძალიან მარტივი არის 1+1 2. აი, ბარემ აქვე რომ ერთი ჩაგიკითხები ამ თემაზე, რომ ან შეიძლება მე კიდე ცალკე გავშალოთ ეს თემა, მაგრამ ყველა იძახის ხოლმე რა, ნუ საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ აი რომ გაბოროტდეს AI, რომ AI გახდეს ცუდი, ხო და ანუ რაღაცა ჩემი აზრითაც რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია, რომ AI არ შეიძლება რომ იყოს ან კეთილი, ან ბოროტი, ან შემდეგ, ხო? აქ არის რაღაცნაირად აი გაწვრთნის მეთოდიკა, ხო? აი როგორ გაწვრთნი და ვინ იყენებს რა თქმა უნდა, ხო რა კომუნიკაციებს, თუმცა დღეს რაც სამხმარებლო ბაზარზე არსებობს ეს AI ხელსაწყოები, იმას საკმაოდ დიდი რეგლამენტი აქვს აი ამ ცენზურასთან დაკავშირებით, ხო? კი, რა თქმა უნდა. იდეაში რაც აღნიშნე, ახლა ეგ იმდენად შეესაბამება დღევანდელ რეალობას, რომ ჩემგან არ ვიცი რა შეიძლება დავამატო ამას კიდე, მაგრამ ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ის გავითავისოთ და გავიაზროთ, რომ AI ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის არც ცუდი, არც ბოროტი, აქვს თავისი გამოწვევები, ის ეთიკური ნორმები, ის რაღაცა თავდაცვითი სისტემები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და ამას ითვალისწინებენ კიდევაც, ეხლა თქვენ რომ ChatGPT-ს მიწეროთ, რომ მასწავლეთ ბომბის აწყობა, რა თქმა უნდა ChatGPT არ უნდა გიპასუხოს ინგრედიენტები სად უნდა იყიდოთ და როგორ უნდა აწყოთ, ხო? ამაზე ძალიან რა თქმა უნდა თავიდანვე მიდიოდა დიდი მუშაობა და მე თუ გითხავ ალბათ ამიტომაც შეყონდა ამდენი ხნით AI-ის გამოსვლა, იმიტომ რომ აი ხა მივიდეთ მაგამდეც როდის უნდა გამოსულიყო chatbot-ი და ხო, აი ერთი თემა გადარჩა ეს იყო 2017 წელს, როდესაც AlphaGo Google-ის, ესე თქვი, Google-ის მიერ შექმნილი ინტელექტი იყო, მანქანა, რომელმაც შეძლო Go ესეთი თამაში არის 1000 წლეულების წინ შექმნილი. ადამიანი დაამარცხა და აქ განსაკუთრებული ის არის, რომ ჭადრაკთან შედარებით ეს კიდევ უფრო კომპლექსური თამაშია, კიდევ უფრო მეტი კომბინაციას ორი ხარისხად 170 კომბინაცია აქვს ამ თამაშს და წარმოგიდგენე ამ თამაში დაგვამარცხა უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა და ეხლა კითხვის ნიშანიც კი აღარ გვიჩნდება, რომ რავი, შევძლეთ თუ არა ხელოვნურ ინტელექტს დამარცხებას ჭადრაკში, იმიტომ რომ ვერ შევძლეთ, რა ვიცით უკვე ეს ამაზე აღარ დავობს. ხო და აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა ხა რომ 2018 წელს უკვე ChatGPT-ზე OpenAI დაიწყო მუშაობა, აი პირველი ვერსიები 2018 წლიდან იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღის სინათლე ამ პროექტმა ვერ იხილა 2022 წლამდე,
28 წლიდან ამაზე მუშაობდნენ. და ნუ ამის API მაინც იყო ხელმისაწვდომი კი, იყო შიდა შიდა პროცესებისთვის და შიდა. ნუ რატო და როგორ გახდა 2022 წელს ხილვადი დღის სინათლეზე ამაზე შეგვიძლია ცოტა მე გავშალოთ უბრალოდ აი ხა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ისტორიაზე ხო როგორ განვითარდა ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად ამ მის განვითარებას ინდუსტრიული განვითარება და ადამიანის განვითარებაც უძღოდა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ბევრი ხელსაწყო ბევრი თული ბევრი ტექნოლოგია განავითარეთ და შესაბამისად ამან მოგვცა უკვე საშუალება რომ თვითონ ეს პროცესები რაც ჭირდება AI-ის თუნდაც ის მონაცემები ამ ზონის და ამ მასშტაბის მონაცემების დამუშავება რომ შესაბამისად უფრო მისი მიერ შექმნილი პასუხი და დაგენერებული პასუხი იყოს რეალური ან ახლოს მინიმუმ ამ ყველაფერთან იყო საჭირო ძალიან ბევრი ინფორმაცია რომელიც დღესდღეობით ინტენსივში უამრავია ხო? ნამდვილად. სამუშაოც ხო თემაზე გადავიდოდეთ ან ისტორიის მიუხედავად აი კარგად რო აგვიხსნა ზოგადად რა არის AI რას ნიშნავს ზუსტად და რა ტიპის ხელოვნური ინტელექტები არსებობს აი, რა პირველ რიგში ძალიან კარგი კითხვაა. ზოგადად ხელოვნური ინტელექტს ვახსენებთ, რაღაცა ტომ ადამიანები პირდაპირ ფიქრობთ, რომ კი, ვიცი რაც არის ხელოვნური ინტელექტი, ინტელექტია, ხო? არა, ესეთ მარტივი პასუხგასაცემი კითხვაც არ არის. იმიტომ რომ აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რამდენიმე სიტყვა, როცა ხელოვნურ ინტელექტს გავმარტავთ, რომელზეც აუცილებლად აქცენტი უნდა დავსვათ და აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ექსპერტი AI-ის მიმართულებით, მე ვარ ერთ-ერთი დეველოპერი, რომელსაც ეს თემა აწუხებს, აინტერესებს და იკვლევს და ბევრ ინფორმაციას ეცნობა და მოდი ესე ვთქვათ, ერთ-ერთ განმარტებას მოვიყვანე AI-ის, რომელიც ჩემს შეფასებასთან ყველაზე ახლოს არის, ეს არის ადამიანის ინტელექტის იმიტაცია მანქანა დანადგარის მიერ. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, პირველი ინტელექტი, თვითონ სიტყვა, მეორე იმიტაცია. ანუ ადამიანის ინტელექტი ვიცით რომ ეს არის ჩვენი ინტელექტი არის ის იმ ინფორმაციის იმ შესაძლებლობების ერთობლიობა რომელთაც დღესდღეობით ყველაფერს ვქმნით ხო ან იქნება ეს მოწყობილობა თუნდაც ეს პოდკასტი რომ მიყავს რომ საუბრობთ ესე ჩვენი ინტელექტის ესე თქვა ნაწილია შესაბამისად ინტელექტი არის ეს ჩვენი ადამიანს რაც ადამიანად ფუნქციურ ადამიანად აქცევს ეს არის ჩვენი ინტელექტის ნაწილი ხო იმიტაცია ესაა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა რომელსაც არ უნდა გადავახტეთ და იმიტაციას როცა ვამბობთ სწორედ ანუ იმას ვგულისხმობთ რომ ეს არ არის ნამდვილი ინტელექტი ეს არის უბრალოდ იმიტაცია ხო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვყოთ იმიტომ რომ მე რო ვისაუბროთ ვიცი რა AI აი ესეთი ძალიან მაგარი კითხვა არსებობს ინტერნეტში რა მილიონი კომენტარი შეგიძლია ამაზე ნახო და ბარემ შენს კითხავ რომ აი ოდესმე შეიძლება თუ არა AI ანუ ხელოვნური ინტელექტი შექმნას ხელოვნების ნიმუში ნუ მე ბევრი რაღაც უკვე ნანახი მაქვს რომ ქმნიან ხო მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ რა არის ხელოვნების ნიმუში ვისთვის ხო ხელოვნება ხო ძალიან ესეთია აბსტრაქტულიც არის და ინდივიდუალურიც გემოვნების საკითხია ხო მაგრამ მე მაქვს როგორც AI ხელსაწყოები რომელიც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ფოტო ვიზუალურ რა ვიცი ვიზუალებს და ასევე მინახავს რობოტები რომელიც პირდაპირ ხატავენ კიდევაც ანუ ფუნჯებით ამზადებენ. ამ შესაბამისად მე მგონი ამას არ ვიცი, ჩემპიონატ გამოსახეთ უკვე ქმნის. ნაწილობრივ მაინც არ ვიცი აი და. მან დარწმუნებულება ბევრი შეგედავება მაგაში, სანამ ჩემ აზრს ვიტყოდე, მაყურებელსაც მოდი ვთხოვოთ, დაგვიფიქსიროს კომენტარებში აზრი, რომ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს თუ არა ხელოვნების ნიმუშის შექმნას და თუ კი, მაშინ როგორ და რატომ ფიქრობთ მასე და თუ ვერა, მაშინ თქვენც რო აგვიხსნათ რატომ. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან დიდხანს ვეძებდი პასუხს იყო პერიოდი რომ ძალიან ვიცავდი ესე ვთქვათ რომ არა ვერ შექმნის ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს ვერა ერთ პერიოდი იყო ისიც რომ პირიქით AI-ის ხარეს გადმოვიდა კი კაცო რატო ვერ შექმნის აგერ ხო ხედავთ უკვე ქმნის მაგრამ ეხა ისეთ იმამდე მივედი ისეთ პასუხამდე რომ თუ ვერ შექმნის AI ხელოვნების ნიმუშს მაშინ იმდენად ახლოს მივა იმდენად მიამსგავსეს იმდენად კარგად გააკეთებს იმიტაციას, რომ ადამიანები ამას ვერ გავარჩევთ. და რატომ მივედი ხამ დასკვნამდე, რომ იყო ესეთი Sony Awards ფოტოგრაფი, ესეთი საერთაშორისო ფოტოგრაფიის კონკურსი იყო, სადაც ადამიანმა წარადგინა დედაშვილის სურათი, ესე თქვა. კი, ერთ პერიოდში ძალიან პოპულარული Facebook-ზე ეგრევე გავარდა აფეთქდა ეს ინფორმაცია და მოიგო ამ ტიპმა.
და პრიზი რომ უნდა გადაეცა თვითონვე თქვა უარი, იმიტომ რომ ეს არის რაღაც Midjourney-ს დაგენერირებული იყო თუ სწორად მახსოვს თუ დალის ეს ფოტოსურათი და ნუ მოკლედ ეს იმის ინდიკატორია და ძალიან კარგი დასტური რომ ანუ შეიძლება AI-ს შექმნილი ნიმუში არ ჩავთვალოთ ხელოვნების ნიმუშად, იმიტომ რაღაც ინდივიდუალობა არ დევს, რაღაც აი პიროვნულობა არ დევს, თუმცა იმდენად კარგად აკეთებს იმიტაციას, რომ ძალიან გაგვიჭირდება გარჩევა ყოველ შემთხვევაში. აი მე მაგაში შემიძლია შეგეკამათო რა, რატო აი ბოლო რამდენიმე წელია რაც სამხმარებლო ბაზარზე გაჩნდა ეს ხელოვნური ინტელექტის თულები, ხელსაწყოები, ხო? მე ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოს. და რაღაც აი ამ პრაქტიკამ უკვე მაჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი რა თქმა უნდა ქმნის რაღაცას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვარ შემოქმედი, იმიტომ რომ ჩემი მითითებებით აკეთებს ის. თუნდაც ის ემოცია ახსენე, ხო, ავტორის ემოცია იქნებოდა, ხო? ანუ ავტორის მიერ გაცემული ბრძანება, რომ მინდა ესეთი რაღაც, მინდა დედა, მინდა შვილი, მინდა რაღაც ესეთი ემოცია ქონდეს, მინდა ესეთი ფერის. ანუ ეს ტექნიკური მახასიათებლები და ემოციური მახასიათებლები მგონია, რომ აქედან მოდის, ანუ ვინც ამას ქმნის და ამ შემთხვევაში აი ეგ არის ჩემი კითხვაც ხომ ეს უმაგაზე ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ ხო შენი შემოქმედებაც არის რა. ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი არის AI, რომელიც გეხმარება ამის შექმნაში და შენ ხარ ავტორი და შენ გეკუთვნის. ანუ ხო, სხვა კაი აქცენტია, ნამდვილად სწორი მიმართულებით მივდივართ ახლა ამ შემთხვევაში და კი, ნამდვილად ეგრე არის. თუმცა აი ბარემ აი მოდი ამას გავარჩიოთ, იმიტომ ძალიან ახლოს ვარ ახლა ნამუშევრებზე ვსაუბრობთ, ყველაზე ემოციური და მტკივნეული იყო ალბათ აი ხელოვნების ინდუსტრიაში მყოფი ადამიანებისთვის, ხო? რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა Midjourney, ხო? DALL-E გამოჩნდა და ძალიან ბევრი ესეთი AI გენერატორი, რომელიც ძალიან მაღალ ხარისხში ქმნის ფოტო ვიზუალებს, ხო? და შეგვიძლია ნებისმიერი სტილისტიკის, ფერის გაფართოებისთან ძალიან ბევრი ესეთი რა ქვია, ტექნიკური მახასიათებლის ნამუშევრის შექმნა. და აქ სულ იყო ხოლმე, რომ დიზაინერები სულ ამბობდნენ რაღაც პერიოდი, რომ აი თუ ჩანაცვლება არის, ყველაზე ნაკლებად შეიძლება შეეხოთ იმას და განსაკუთრებით იზახდნენ ხოლმე კონცეპტ არტისტები, იმიტომ რომ რაღაცა კონცეპტ არტი ხო რა შემოქმედებითი ნაწილია. ხო, ეს სული არის ფაქტობრივად იმ ნამუშევრის ან რაღაცა თუნდაც თამაშის, თუნდაც რაღაცა კონკრეტული სიუჟეტის, ხო? იმიტომ რომ შენი გონებაში შექმნილი რაღაც სილუეტები, სიუჟეტები, განვითარება, ანიმაციები, ეს რაღაცა თუ აცოცხლებ, მერე უკვე რაც უკვე შემოქმედების ნაწილი არის, ხო? და პირველი როგორც კი გამოვიდა ეს ხელსაწყოები, აი Midjourney მაგალითად, პირველი კონცეპტ არტისტებს დაარტყა. ხო. და აქ იყო ძალიან დიდი პანიკა, ხა მეც რაღაცა ძალიან დიდი შეხება მაქვს დიზაინერთან, ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი საქმიანობაა და იქ ძალიან ხშირად განიხილებოდა, მოდი ავგზავნოთ საერთოდ გამოყენება, საერთოდ ესეთი Facebook ჯგუფი მაქვს და იქ ავგზავნოთ AI გენერაციებით დადებული ნამუშევრების დადება საერთოდ ჯგუფში და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მეორე ესეთი რაღაცა სკეპტიკური აზრი მოყვა თავდაპირველად. თუმცა მე რამდენიმე თვის გავსვლის შემდეგ და თუნდაც აი თვითონ რომ დააპრაქტიკეს ეს ყველაფერი აღმოჩნდა რომ ეს ერთგვარი ჩამონაცვლებელი კი არ იყო, არამედ იყო ხელსაწყო, რომელთაც მათი საქმიანობა ბევრად უფრო გაამარტივა. რატო რა ხდება, ხო? ეს კონცეპტ არტისტი რაღაცებს იდეებს ამუშავებს საკუთარ გონებაში, მე ან სკეჩით ჩანახატებით აკეთებს, ან დიზაინერი ამუშავება, რომელიც რაღაცებს აკეთებს, გააჩნია, ხო? ან ბევრნაირი მიმართულება არსებობს, მაგრამ ეხლა შენ შეგიძლია რომ ეს შენი ჩანაფიქრები real time, ანუ რეალურ დროში, აი ძალიან მარტივად რამდენიმე წამში, უბრალოდ აი სიტყვების და wording-ის მეშვეობით მიაწოდო AI-ს და ის ავტომატურად გთავაზობს ან შენი მიერ შემუშავებული ვიზუალიზაციის რაღაცა ნიმუშებს. და ეს ასეთ მიხვდა რომ ეს კი არ არის ჩამონაცვლებელი, ეს არის ხელსაწყო. და რაღაც ისტორიას რო გადავხედე კარგად, მაგ დროს უფრო მეტად დავინტერესდი მეც AI ხელსაწყოებით. მიხვდი რომ ზოგადად კაცობრიობის სხვადასხვა ეტაპზე ტექნოლოგიების გამოჩენა ყოველთვის იყო ხოლმე რაღაცა საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტის მომტანი, ხო? თუნდაც თავის ძოზე რომ კომპიუტერები შეიქმნა და მე კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მაგალითად არქიტექტორებს ეხმარებოდა უფრო მარტივად, აი კადები, ხო, რაღაცა სხვადასხვა ტიპის ხაზვაში. ისტორიაში არის ძალიან დიდი გაფიცვები, ეს არქიტექტორები გამოდიოდნენ, რომელიც მანამდე ესეთი მაგიდებზე, შუშაზე რომელსაც ძალიან დიდი მაგიდები, შუშით, ქოვიდან შუქით ამონათებული და ესე გადაფურსლინე ხატავდნენ, მოკლედ ძალიან დიდი შრომა იდებოდა და მე გაჩნდა ხელსაწყოები, ხო? ამით რა თქმა უნდა მათი საქმიანობა შეამცირა ბევრად და გაზარდა ხარისხი და გაზარდა დროში სხვაობაც საკმაოდ ის იყო, ხო? დიდი სად ახლა ხელით რო გიწევს რაღაცების ხაზვა და სად რო პროგრამულად რომელიცთან გეხმარება. ხო და აი მე რაღაცნაირად ესე დამილაგდა მაშინ ეს
ჩემი აზრი ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან მიმართებაში, რომ ეს არის ერთგვარი ხელსაწყო და ადამიანები ვართ შემოქმედები. ამ ეტაპზე მაინც, ეხლა აი აჰა. ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ რაღაც განვითარებების იგეგმება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიგეგმა რაღაცეები, ხო? ნამდვილად. ხო და ამ ფაზებზე ხო არ გადავიდეთ რაღაც ნაწილობრივ, რომ კი. ბარემ ესეც გავარჩიოთ კარგად აი რა. ძალიან კარგი შესავალი გავუკეთე და მოდი მაყურებლებს უთხრათ, რომ ამ სახით, რა სახითაც AI გვაქვს, აი ავთომ ჩვენი რო ჩამოგვიყალიბა, რომ ეხლა AI რაც არის უბრალოდ ხელსაწყო, თული, ინგლისურად რო ვთქვათ, რომელიც გვეხმარება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაში, ავტომატიზაციას აკეთებს ამ ყოველფრის, ამ პროცესების, გვეხმარება დაჯავშნაში, დახატვაში, მუსიკის შექმნაში და განსაკუთრებით სხვათა შორის მეც ყოველდღიურ საქმიანობაში განსაკუთრებით როდესაც ახალი თემა მაქვს ასწავლე, ძალიან კარგად ვიყენებ ხოლმე ChatGPT-ს, რომ დიდი დოკუმენტაციების წაკითხვის ნაცვლად ძალიან მოკლე და 10-15 წუთში შემიძლია უკვე ახალი ბიბლიოთეკას დავეუფლო და ვისწავლო. ამ ფაზას, ესეთი ფაზა ქვია AI-ის განვითარების ფაზებში ANI, ანუ Artificial Narrow Intelligence, ანუ ხელოვნური ვიწრო ინტელექტი და აი ვიწროს რო ვამბობთ, ნიშნავს რომ აი კონკრეტული საქმეების გაკეთება შეუძლია რა, შეუძლია ტექსტის გარჩევა, შემოკლება, პერიფრაზირება, შეუძლია ვიდეოდან ტექსტის ამოღება, ტექსტის ვიდეოდ გარდაქმნა, ტექსტის სიმღერად გარდაქმნა, სიმღერის ტექსტად გარდაქმნა და ასე შემდეგ რა. Narrow Intelligence არის კონკრეტულ task-ებს აკეთებს. აი შემდეგი ეტაპი და აი ვარაუდობენ რომ 2025 წლიდან 2030 წლამდე ეს ინტელექტის ეს სახეობა მაქსიმალურად განვითარდება რა. მე ეს ფაზაც შავშალოთ როგორ განვითარდება, რას გააკეთებს კონკრეტულად AI, მაგრამ მოდი დავასპოილეროთ ჩვენ მაყურებლები და უთხრათ AGI რა არის. ეს არის უკვე მეორე ფაზა, რომელიც ეს ერთგვარი აგენტები, ხო როგორც ვიცი. ნახე, AGI არის Artificial General Intelligence, რომელიც იგულისხმება ხელოვნური general თავარი ინტელექტი. აი AGI უკვე ჩათვალე რომ ANI თუ ჩვენთან შედარებით დაბალ დონეზე არის, AGI ნიშნავს რომ უკვე გვითანაბრდება ადამიანებს, ნიშნავს რომ ჩვენადაც შეუძლია სხვა ახალ რაღაცების სწავლა, ჩვენადაც შეუძლია მეტყველება, ჩვენადაც შეუძლია აქცენტის გაკეთება, გაჯავრება, იუმორი, ხუმრობა და ასე შემდეგ და AGI-ს თუ მივაღწიეთ, ეს იქნება ის მომენტი, როცა ადამიანებს მოგვიწევს დავფიქრდეთ, რომ ნამდვილად გვანაცვლებს თუ არა AI. ხო, მამაზე მერე, შემდეგ ვისაუბროთ. თუმცა აი თქვათ მესამე ფაზას ვახსენებ და მერე ჩავშალოთ ANI, რაც შენ თქვი აგენტებს. AGI-ის შემდეგ, როგორც ვთქვით, რომ გაგვითანაბრდება, ჯერ თუ აქ იყო, მერე თუ გაგვითანაბრდა, შემდეგი ეტაპი თავისუფლად შეიძლება იყოს ჩვენ ზემოთ დადგეს, ხო? ამას უკვე ამ ფაზას წინასწარ არქმევენ მეცნიერები ASI-ს, Artificial Super Intelligence. ანუ პრინციპში ეგ ფაზა ბევრ უკვე ფილმში გვაქვს, ხო? კი, აი ზუსტად რა, აი ვინმე თუ გაქვს სცენარი ვიცით უკვე როგორც დავთავრდე შეიძლება. აი მე რობოტი რო არის. კი. მე რობოტი მატრიცა და ნუ არა ბევრი ნიშნავს უკვე ხელოვნური ინტელექტი იმდენად გადააჭარბებს ადამიანის ინტელექტს, რომ ანუ ყველაფერში ჩვენზე უკეთესად შეძლებს შედეგის დადებას. მოდი ხა ANI ჩავშალოთ, რახან ამ ფაზაში ვიმყოფებით, ეს არის ჩვენი ფაზა და წინ ნუ გავუსწრეთ მოვლენებს, იმიტომ რომ არ ვიცით რა როგორ განვითარდება და ცად რა როგორ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არის რაღაც პროგნოზები. ANI-ში Nvidia-ს დირექტორმა, CEO-მ Jensen Huang-ი, ხო? Jensen Huang-ი მაგან ესე თქვა წარადგინა შველი სპოილერი მოგცა ყველას რა როგორ გეგმავენ რას აპირებენ და ზოგადად პროდუქტების პრეზენტაციებზე რაც ამობენ ხოლმე ესეთ CEO მენეჯერები, ტოპ მენეჯერები, დირექტორები საგულისხმო არის ხოლმე და ნამდვილად ყურადღება უნდა გავამახოთ ხოლმე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ ანუ მომავლის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება არა დიდწილად ეგრე იქნება რა, იმიტომ რომ ეგ ადამიანები ქმნიან დღევანდელ რეალობას და დღევანდელ ესე ვთქვათ ინტელექტს. მოგეთ ANI-ს აქვს ესეთი ფაზები, რომ დაიწყო თავიდან ესეთ perceptual AI, თუ სწორად მახსოვს, perception AI. ანუ perception ნიშნავდა, რომ უბრალოდ შეეძლო ანალიზი. აი ფოტოს ჩაუგდებდი და გეტყოდა, რომ აქ არის გამოსახული რაღაცა ძროხა, ძაღლი, კატა, რაღაცას ჩაუგდებდი და გეტყოდა, რომ ეს არის ინგლისური ენა, ეს არის რაღაცა ფრანგული ენა და ასე შემდეგ. ძალიან ეს თქვა ვიწრო იყო ამ ხელოვნური ინტელექტი ამ ფაზაზე.
შემდეგ გადავედით generative AI-ზე. ანუ გენერაციულ AI-ს. გენერაციული AI ჩათვალეთ არის ის რაც ეხლა ხდება ყველაფერი. ხო, კონტენტის დაგენერება, ვიდეოების დაგენერება, ტექსტების დაგენერება, ასე შემდეგ. ChatGPT-ს ყოველ კითხვაზე პასუხს რო გიბრუნებთ, ეგ არის Gen AI. და ეხლა ვიმყოფებით აი Gen AI-ს და agentic AI-ს ფაზაში. აი შემდეგი ეტაპი ამ ANI-ში, ანუ artificial narrow intelligence-ში არის აგენტური ხელოვნური ინტელექტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება ჩვენი ასისტირება ბევრ რაღაც დაგვეხმარება. პირდაპირ მნიშვნელობით, დაგვიწერს კოდს, გააკეთებს მოქმედებებს. მაგალითად, თქვენს ნაცვლად Amazon-ზე დაუდარაჯდება რაღაც eBay-ზე ფასდაკლებას და შეიძენს ამ ყველაფერს shipping-შიც ესე თქვა მიტანის სერვისში დაგეხმარებათ, თქვენს ნაცვლად დასვამს კითხვებს და ასე შემდეგ. ამ აგენტების AI მაქსიმალურად ყველაფერის ავტომატიზირება იწყება ჩათვალეთ ახლა. ანუ აი კითხვებზე პასუხის გაცემა მომხმარებლისთვის. ეს არის რაღაც ჯარვისი, ხო, ჯარვისი რო ავიღოთ Iron Man-იდან, ხო, აი ზუსტად ეგ არის, რომ ანუ ნებისმიერ დროს ჩათვალეთ, რომ ყველას საკუთარი Alexa გვეყოლება უბრალოდ 10-ჯერ უფრო ჭკვიანი და 10-ჯერ უფრო მაგარი რა, 10-ჯერ მეტი შესაძლებლობებით. და ამ აგენტების AI-საც რო გავწდებით, უკვე გადავალთ ფიზიკურ AI-ზე და მგონია რომ ყველაზე საინტერესო ფაზა იწყება მანდ, იმიტომ რომ ფიზიკურ AI ნიშნავს რომ მოწყობილობებში, რობოტებში, დანადგარებში იქნება AI ჩაშენებული და ეგ ალბათ ყველაზე საგულისხმოა, იმიტომ რომ აი დღეს გააკეთა, კიდე რამდენიმე დღის წინ. ხო, დღის წინ ილონ მასკმაც ხო რაღაცა რომ რობოტების არმიას ქმნის უკვე ამერიკაში და პრინციპში როგორც კი ჰუმანოიდ რობოტზე დაიწყო საუბარი და AI-ის განვითარებაზე. ნუ აი ხა მან ორი აზრი აღარ იყო რა ეს რაღაცნაირად ერთმანეთს აუკავშირდებოდა ხო რაღაც ფორმით მაინც რა. ჩვენ ვნახეთ Boston Dynamics რომელიც ძალიან მაგარი კომპანიაა. მისი 10 წლეულიანი განვითარება ძაღლი რობოტით და მე უკვე ჰუმანოიდი ატლასით, რომელიც ძალიან ესე დახვეწილი უნარებით გამოირჩევა და დღესდღეობით ბაზარზე 10-მდე კომპანიაა, რომელიც ამ ჰუმანოიდ რობოტებს ქმნის და რა თქმა უნდა ეს AI-ის ჩაშენებაც მასში, მე მგონი რაღაც დროის საკითხი იყო. კი, ანუ ეხლა მაგათად რომ ნახულობ ხოლმე YouTube-ზე რაღაც პროექტებს, შეშლილი მეცნიერების პროექტებს, აკეთებენ უკვე ეგეთ რაღაცებს, რომ ChatGPT-ს უკავშირებენ რაღაცა ხელმისაწვდომიც არის, ხო, რაღაცა მისი API, ანუ ნებისმიერი AI tool-ის API-ის წამოღება ძალიან მარტივი გახდა. ხო, ჭირდება და მორჩა, იმიტომ რომ დანარჩენი cloud-ზე არის ყველაფერი და შესაბამისად დიდი ზომის მოცულობის კომპიუტერები და რაღაცები ჩადება პატარა რობოტებში, ნუ აღარ ესაჭირო. ხო, ფაქტობრივად ეგ არის რა და მგონია რომ მაგ ფაზაში რო გადავალთ, რაც უკვე დაწყებულია უბრალოდ ესე ხელმისაწვდომი არ არის თორე არსებობს ხო უკვე იაპონიაში, ჩინეთში სრულიად ავტომატიზირებული სარესტორნო ქსელები აქვთ და მაღაზიები და აფთიაქები და ასე შემდეგ, სადაც შედიხარ უბრალოდ შეკვეთას მისცემ რობოტს და ყველაფერს გიკეთებს ის რობოტი. აი მაგალითად ეხლა McDonald's-ში რო keto ეგ ჩვეულებრივი ის არის, ხო? ანუ შეიძლება ძალიან მარტივი სახეობის რობოტი არის რა, მაგრამ პირველად ანუ ეს ის რეალობა. იქ რომ დასასრუტები და ზოგადად smart ტექნოლოგია, smart home-ის პრინციპი რაც არის, ხო? smart სახლების პრინციპი. ხო, ანუ ეს არის IoT ტექნოლოგია, რომელიც რა ვიცი, ეს არის ის რეალობა, რაზეც 10, 20, 30 წლის წინ და 50 წლის წინ ფილმებს იღებდნენ. ხო, აი მეხუთე ელემენტი. მეხუთე ელემენტი, სადაც 3D პრინტერით ბეჭდავენ რაღაცებს, ხო, იარაღს და პასპორტს და რაღაცებს და ვერავის ვერ წარმოიდგინე, რომ 3D პრინტერი შეიძლება და ყოფილიყო ყველა ადამიანის სახლში. ესეც ხელმისაწვდომი, ხო? ჩვენ მე სამსახურში რაზეც მქონდა წვდომა იყო, რა მრავალ ათასიანი 3D პრინტერები და ამ დროს დღესდღეობით უკვე რამდენიმე $100 შეგეძლია, რომ იმაზე ბევრად მაღალ ხარისხიანი პრინტერი იყიდო სახლში დაიდგა. საუბარია $300-400 და სულ ურჩევ ხოლმე აი ჩემს მეგობრებსაც, ვისაც ბავშვი ყავს ზოგადად, ან თვითონ მოწოს ეგეთი გართობა, რომ თვითონ შემოქმედებითი იდეები აწუხებს ხოლმე და უნდა რომ რაღაც რეალობად აქციაო, ძალიან კაია 3D პრინტერი სახში ქონა, იმიტომ რომ როგორც სათამაშოს, ისე რაღაცა საყოფაცხოვრებო ნივთის ან ყოველდღიურ საჭიროებაში რაღაცა ნივთის დაზიანების შემთხვევაში შეგიძლია ძალიან მარტივად ამოცვალო, ახლიდან დაბეჭდო და ძალიან პრაქტიკულია. და ეხლა ნუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტექნოლოგია კიდე არის ძალიან ისეთი, ხო, ანუ ფაქტობრივად მხოლოდ მექანიზმი ინტელექტის გარეშე და გვსაუბრობთ რომ ამ ყველაფერს შეიძლება ინტელექტიც გქონდეს. კი. რა ვიცი, საინტერესო არის
არ ვიცი თუ გაქვს ნანახი უცბად მომაკონდა რა რაღაცა 100 წლის წინანდელი 1920 წელს რომ ადამიანებს დააწერინეს მომავალ როგორ შეიძლება კი, გამოიყურებოდესო კი, და მაქვს, ხო როგორ მაქვს. ახდა ბევრი რაღაცა მათ შორის ტელეფონი მობილურის, კი ეხლა მფრინავი მანქანები არა გვყავს და არ მაგრამ გვაქვს ფაქტორად ყავს, მაგრამ ხო თვითმფრინავი სხვა სახით რეგულაცია კი თვითმფრინავის გარეშეც რა თვითმფრინავი მანქანები არ შეუძლია არსებობს კი მაგრამ ნუ ბევრი ესე სხვა პრობლემა არის გამო შეიძლება რომ ეხა ამ მომენტში არ არის გამოყენება იგივე როგორც ხე მაგალითად თვითმფრინავი მანქანები ჯერჯერობით ეხა იყიდებენ ფეხს ხო აქ არის რაღაცა ძალიან ბევრი გზის მოწყობა თუნდაც ხო ან ძალიან ბევრი ესეთი სახელმწიფოებრივი კანონები კანონმდებლობები რომლებიც ეგეთ თვითმფრინავი მანქანებს უშლის ხელს ჩემი განმსახედიდან თვითმფრინავი მანქანების სისტემები იდეალურად გამართულია ხო თამაში ჭირდება ბევრი სტატისტიკასაც გადავხედე რომ აუცილებელია სადაც თვითმფრინავი მანქანები დადიან ყველანი იყვნენ თვითმფრინავი მანქანები აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რომ თუ გვინდა რომ იმაზე გადავეწყოთ ესე ნაბიჯ-ნაბიჯი ვერ არა ერთიანად უნდა ან შეიცვალოს უნდა გადავხტეთ მან იმიტომ რომ ერთი ანომალიაც ამ შემთხვევაში ერთი მძღოლი რომელიც თვითონ მართავს მანქანას შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა შექმნას ხო მაგრამ სამაგეროდ AI მანქანა თუ თვითმფრინავი მანქანა იქნება მთელ ქალაქში ყველა ამით საცობების პრობლემაც ის პრობლემები სიჩქარის პრობლემებიც ანუ ლიმიტები შეიძლება რომ გაორმაგდეს გასამაგდეს სიჩქარის იმიტომ რომ ერთმანეთს ქსელურად უკავშირდებიან ერთმანეთს ხედავენ საერთოდ არ ჭირდება ეს დისტანციების დაცვა ავტომატურად იციან ყველა მანქანამ ქალაქში მოძრაობა მანქანამ ვინ როგორ მოძრაობს ასიჩქარი და რა მანევრებია შეასრულოს წინასწარ აი ეგ ამნიშნავია რომ როცა ეს ავტონომიური მანქანები დადიან ისინი არის ჩართული ქსელში ხო ანუ ყველა მოწყობილობა ყველა მანქანა ერთმანეთს უკავშირდება და ყველამ ზუსტად იცის სად შეანელებს როდის გადაკვეთავს ხაზს და როდის ეხა რომ გაიაროთ მისში მანქანით ვერ მიხვდები როდის გადმოგიხტება ვიღაც ისე რომ მარშრუტსაც არ ჩაგირთავს უცბად შეგიჭრის გამოგიჭრის ხო ვიღაცა გაჩერდება ვიღაცა ნელა მიდის ტელეფონში იყურება და ასე შემდეგ ეგეთ იმაზე მოწყობილობაზე ეგ პრობლემა საერთოდ აღარ გექნება რა და ხო რა თქმა უნდა მაგას ამობე რომ ძალიან შემცირდება ავარიების რაოდენობა თუ ავარია იქნება ისიც იმდენად მინიმალური რომ ან შეთვალო დაზიანების ხარისხია 0%-დან ახლოს იქნება და ინტერნეტი გაითიშა კი ხო ან მაქსიმუმ ზეზე რაღაც ამოფრქვევა მოხდა და მაგალითად ყველაფერი დააზიანა და ნუ მაგ შემთხვევაში ეხა ის სხვა ბევრი პრობლემა გექნება ვიდრე ეგ რომ ეხა მანქანამ სწორად არის არა მაგრამ ეხა ძალიან მაგარი რისკი თქვი შენ რა იმიტომ რომ შეიძლება რომ ბუნებრივმა მოვლენამ ერთ წამში გააქროს ის ჩვენი ტექნოლოგიური მრავალწლიანი მიღწევები ხო ანუ მაგრამ ეგ სხვა თემაა მე ხო ერთ-ერთია ხო მაგრამ ვახსენოთ რომ ამობი რომ თანამედროვე აპოკალიფსი რითაც შეიძლება დაიწყოს არის ეგ რომ ზეზე მოხდეს რაღაცა მაგნიტური ამოფრქვევა ეს თუ ტალღა მოაღწიოს ჩვენამდე უბრალოდ დედამიწის მაგნიტური ტალღა დააზიანოს ამიმან და ეს დაზიანდა ძალიან მარტივად შეიძლება დააზიანდეს სერვერები და ძალიან მარტივად შეიძლება დააზიანდეს მონაცემთა ცენტრები და ყველა კომპიუტერი რაც კი გვაქვს ჩვენი პირადი კომპიუტერიც აი რამდენიმე თვის წინ იყო ეს სილუეთის ციალი რომელიც ძალიან ბევრ მოხდომ დაინახა პირველად მათ შორის საქართველოსდანაც გამოჩნდა ეგ მოუდგენელი რაღაც იყო და მაშინ იყო ძალიან ბევრი მითქმა თქმა მაგაზე რომ აი რაღაცა შეიძლება რომ სერიოზული მაგნიტური ის მოხდეს რა ხო მაგრამ რახან ჩვენ ეს ვიცით ეს იმას ნიშნავს რომ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხო ილონ მასკმაც იცის ჰონგმაც იცის და სხვებმაც და რა თქმა უნდა ბევრი ეს თქვა ბექაპ ეს თქვა სადაზღვო გეგმა ბეები აქვთ რა ამ თემასთან დაკავშირებით უკა ფაზებს შევეხეთ ნაწილობრივ და ეხა მინდა რომ გადავიდეთ ზოგადად გავლენებზე 2022-ში კიდევ ერთხელ გავიარო და პატარა შეჯამებასავით გავაკეთოთ. მრავალი ტიპის ხელოვნური ინტელექტი გამოვიდა, ბევრმა კომპანიამ გამოუშვა. ჩვენ ვახსენეთ OpenAI-ის წარმოებულ ChatGPT-ზე. ასევე მისი წარმოებული არის DALL-E, მისი წარმოებულია ასევე Sora, რომელიც ვიდეო გენერატორია. ასევე Google-მაც რა თქმა უნდა ამას უპასუხა და პირველ ეტაპზე Bard და მერე Gemini წარმოადგინა და დღესდღეობით უამრავი ტიპის AI ხელსაწყო არსებობს. როგორ შეიხო ზოგადად ბაზარს, ამის რაღაცა პატარ-პატარა დიდ კომპანიებს გავლენები ვიხილეთ ჩვენ, ვიხილეთ Apple-ში, ვიხილეთ Google-ში, მრავალი ათასი ადამიანი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა, რაღაცნაირი ძალიან ბევრი ესეთი რეფორმები მიდიოდა ხოლმე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში, იმიტომ რომ თავისუფლად შესაძლებელია უკვე AI-ის მეშვეობით თუნდაც პროგრამირებაში ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალოს, ხო? და პოზიციებიც, მათ შორის პოზიციებში, მაგალითად middle-ზე, junior-ზე და senior developer-ებზე, ცოდნა რაც მაშინ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, გაიზარდა, ხო? რაღაცნაირად იმოქმედა ამან, რომ მათი ცოდნა და საჭიროებებიც გაზარდა.
აი რა შენ რომ მომიყო თუნდაც აი შენთან შეფხოლობაში რა გავლენა ქონდა შენ როგორ უყურებ ზოგადად აი ამ პროცესებს და აი რაღაცა მოლოდინებიც რო გითხრა შენი რა არის ამასთან დაკავშირებით ხო, აი ძალიან მტკივნეულ თემას შეეხე. მგონია რომ ყველას გვაწუხებს ეს კითხვა, რომ ჩაგვანაცვლებს თუ არა AI და როგორც კი AI გამოჩნდა, მახსოვს რომ რამდენიმე დღე ცოტა ესე თქვა დამწუხრებული ვიყავი, დეპრესიაში ვიყავი, რომ ნახე მაშინ შესაძლებლობა რა შეეძლო AI-ს და წარმომედგინა რომ ეხა ეს 10 წელში, 15 წელში რასაც ძალიან დავითრკუნე და მოკლედ რა, ძალიან რთული პერიოდი გავიარე მაგ მომენტში, რომ მეთქი თითქმის პროფესიაზე ხელი ავიღე. თუმცა რაღაცებისი არ აღმოჩნდა როგორც მეგონა, რაღაცები ისე სწრაფად არ განვითარდა როგორც ყველას ეგონა და როგორც თვითონ გვეუბნებოდნენ. და მოდი ხა განვიხილოთ რეალურ მაგალითებს მოვიყვანე ხვეცდები მაქსიმალურად ჩემს პირად მაგალითებს, რაც ვნახე ინტერნეტ სივრცეში, სხვა ფორუმებზე, სხვა სოციალურ ქსელებში, რეალურ მაგალითები. რა თქმა უნდა, ხა ამ ყოველფრის განზოგადება ესე არ შეიძლება, თუმცა რაღაც სულაც დაგვანახებს რა მაინც საით მივდივართ, როგორ მივდივართ. აი ხა პირველ რიგში მოდი ეს რაღაც ვთქვათ, რომ ზოგადი პროგნოზით 2030 წლისთვის ფიქრობენ, რომ AI ჩაანაცვლებს დაახლოებით 800 მილიონ სამუშაო ადგილს. On ჩაანაცვლებს როცა ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ აი ესე ნიჩაბს გამოგართმევს შენ და თვითონ დაიწყებს რაღაცის გაკეთებას და შენ მორჩა რა, ანუ დარჩები მშიერი და მწყურვალი. არა, ანუ უნდა გვესმოდეს ის, რომ რაღაცას რო ანაცვლებს, ნიშნავს რაღაცა ახალი უნდა შეიქმნას რა, ეს აი მაგალითისთვის, როცა ტრაქტორები გამოჩნდა სოფლის მეურნეობაში, არ ნიშნავს იმას, რომ ხო, ფერმერი პირიქით ხარი ანუ ხარი ჩანაცვლებს ამ შემთხვევაში, როგორც ხელსაწყო, მაგრამ ფერმერი ხო, ანუ ფერმერებმა პირიქით უფრო ცოტა ძალით უფრო მეტი დამუშავება ისწავლეს და პლუს ახალი რაღაცები გაჩნდა. ტრაქტორს ხომ წარმოება ჭირდება, შეკეთება ჭირდება, მოვლა ჭირდება, ცოდნა ჭირდება, მართვა ჭირდება. მექანიკოსი, ხო, დიზაინერი. ტრაქტორმა ხომ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცა მიწის გათხრის შესაძლებლობა, მიწის ამოღების, დაყრის, ასჯენ გადაზიდვის უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა და AI-ც სწორედ ამას იზამს, რომ გარდა იმისა, რომ რაღაცეებს ჩაანაცვლებს, კი თარჯიმანი აღარ იქნება საჭირო, ბუღალტერი აღარ იქნება საჭირო, რაღაც შეება ის არ იყოს საჭირო, ბანკირი არ იყოს საჭირო, რაღაც რა ქვია, მომხმარებლის სფერო, ხო, სამომხმარებლო სექტორში. ძირითადად სამომხმარებლო რა, საკონსულტაციო რაც არ იქნება შეიძლება ესე არ იყოს საჭირო, თუმცა AI-ს მოგცემს იმ შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ისო. და ჩემი საყვარელი ტიპი არის ანტრეპრენერი, გარი ვაინერჩუკი, გეცოდინება მგონი. ძალიან ბევრი სამიტებზე და მეებზე არის ხომ მოწვეული პრეზენტაციებზე და ეს გარი ესეთი რაღაცა თქვა, რაც მოკლედ მაგ ტიპმა BlackBerry-ს უწინასწარმეტყველა, რომ თქვენ დაგერხევათო თუ ღილაკებიდან სენსორებზე არ გადახვალთ და დაგვერხევა არა ისა კიდევ. ეგრევე ჩაიცირა. მე მახსოვს იგივე კომენტარი Nokia-ს კომენტარი, როცა პირველი Apple-ის smartphone-ი გამოვიდა, მის გენერალური დირექტორს ძალიან ესეთი დამცინავი ირონიული პოზიცია ჰქონდა, ნუ ხედავთ ხო Nokia როგორც ბრენდი არსებობს იმ სახითაც პირობითად იმ წლებში გასულ ძალიან ესეთი დამცინავი ირონიული პოზიცია ჰქონდა. $500 fully subsidized with a plan. I said that is the most expensive phone in the world, and it doesn't appeal to business customers because it doesn't have a keyboard, which makes it not a very good email machine. Nokia იყო ლიდერი ერთ-ერთი და BlackBerry, რა თქმა უნდა, თავისი მომხიბლობის გამო, იმიტომ რომ რაღაც კლავიატურა ჩადებული შიგნით, ძალიან ესეთი და ძალიან ესეთი პოპულარული იყო, ხო, ძალიან სამხმარებლო ბევრ ადამიანს უნდოდა რომ BlackBerry ქონოდა. ანუ Apple-მა რაღაცა გადაატრიალა, მოკლედ ინდუსტრია მთლიანად. ხო, მოკლედ ამ ტიპზე საუბრობთ იმას ვამბობდი, რომ მაგ პროგნოზებს დებს ხოლმე და ეგ ტიპი ამბობდა, რომ ახალი გამოსული რო იყო, რას შეცვლა. მაგ ტიპმა ესეთი რაღაცა იწინასწარმეტყველა, რომ აი ახლა COVID-ი რო დაიწყო, ახლა რო ჩვენ გადავდივართ უკვე იმაზეო, რა ქვია, ონლაინ შეხვედრებს რაღაცაო, ეს იმას განაპირობებს, რომ ჩვენთვის ყოველდღიურობა იქნება და ძალიან ჩვეულებრივი იქნება ჰიბრიდული ტიპის სამუშაოებიო და ონლაინ კონფერენციები და მართლა ანუ ეგრე დაჯდა რა, მართლა ხდება აქ ისეთი არაფერი განსაკუთრებული არ ვთქვას, მაგრამ რაც თქვა, მართლა ეგრე მოხდა. და ამ ტიპმა ესეთი რაღაც თქვა, რომ AI რაც ეხავ თქვი რა, მე რომ AI უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანსაც მისცემს საშუალებას, რომ ძალიან მაგარი რაღაცები შექმნას. და აი მაგალითისთვის ესეთი ვარიანტი მოიყვანა, ესეთი მაგალითი მოიყვანა, რომ ადამიანი წარმოიდგინე მუშაობს მარკეტშიო, კონსულტანტადო,
თავში ძალიან მაგარი ისტორია აქვს, რომელიც უნდა რომ გარდაქმნას ძალიან მაგარ კომიქსადო, მაგრამ ხატვა არ იცის, ფული არ აქვს, რომ იმე დაიქირაოს, ხდები? ამ დროს გამოჩნდა Midjourney, გამოჩნდა ChatGPT, რომელიც იდეას დაახვეწინებს, Midjourney ფოტოს დაუგენერირებს და აგერიც მთელ კომიქსს თვითონ ააწყობს. მეცაც გეტყვი გამოჩნდა Sora. ხო, საერთოდ შეგიძლია რომ აი storyboard-ი შექმნა და რომელ წამზე რა უნდა გააკეთოს, პირდაპირ გაუწეროთ და მთელი ანიმაცია გამოვიდა. ხო, და ანუ ზუსტად ეგ თქვა რომ ესეთ ადამიანებს აძლევს დიდ კუნთებს რა, უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო მეტ რაღაცა ვარიანტს, რომ ცხოვრებაში შექმნან ის, რაც უნდათ ყოველთვის რომ შეექმნათ რა. უბრალოდ ეხლა აქ ნიშნავენ არის, რომ რამდენად მოახერხებს შენ რომ ეს ხელსაწყოები საშენოდ გამოიყენო. კაი, მოკლედ თქვით, რომ ეხლა ვიღაცებს რაღაცებს კი ჩაანაცვლებს, ეს გარდაუვალია, როგორც კომპიუტერმა და სხვა ტრადიციული განათლება ჩაანაცვლა YouTube-მა სიტყვაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე მაგალითად ინგლისური YouTube-ი ძალიან მარტივი მაგალითს გეტყვი რა, ანუ შუა საუკუნეებში იყო პროფესიები, აი დიდ ბრიტანეთში მაგალითად დიდი გზელი ჯოხები დარბოდნენ დილის 5 საათზე, ხალხი და კარებებზე და ფანჯრებზე აბრახულობდა. ეს იყო მაღვიძარა. ანუ ძალიან მარტივი მოწყობილობა, ეს ამ ადამიანებს პროფესია გაუქრო, ხო? ნუ თბილისშიც ძალიან ბევრი ესეთი პროფესია იყო, რაც მაგალითად 90-იანში მე-20 საუკუნის ბოლოსაც კი იყო შემორჩენილი და დღესდღეობით აღარ არსებობს, ხო, ეს მოთხოვნილება ამ პროფესიაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, იწერა შენ ახსენე, რომ როგორც კი რაღაც ახალი გამოდის, ეს ან ვითარდება ან ახალი ჩდება, ხო? აი თუნდაც AI-ში ძალიან ბევრი ესეთი ახალი, თუნდაც prompt engineer-ი, ხო, ესეთი პროფესიებიც გაჩნდა უკვე, ხო? და არა მხოლოდ პრინციპში. კი, და ხო მოკლედ, ესე იგი 800 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლეს, რომელიც არ ვიცით როგორ ჩაანაცვლეს. მართლა 800 იქნება თუ 1 მილიარდი, ამას ვერ ვიტყვის ახლა, სანამ 2030 წელი არ მოვა. სამაგიეროდ ზემოდან შექმნის 15.7 ტრილიონი ამერიკულ დოლარის ღირებულების ეკონომიკას. ანუ წარმოგიდგენ რამხელა ნამატი არის, ხო? ანუ აი ამ დიდი ნამცხვრიდან ვირამდეს მოგვიჩავს და როგორ ეს უკვე ჩვენზე არის ამ ხელსაწყოებს ამდენად გამოვიყენებთ, ხო? კაი, მოდი ბარემ განვიხილოთ. ცოტა ისეთი ვარიანტები. აი ბარემ მაგაზე მინდა რა სამ ახალ თემაზე გადავიდოდეთ, შეგეკითხები რა. შენ ახსენეთ ძალიან ისეთი მსუყე რიცხვები, ხო? ეხლა ეკონომიკური რიცხვები ძალიან მსუყე. ხوار გონია რომ ეს ტექნოლოგია ისევ იმათ გაამდიდრებს, ვინც უკვე მდიდარია, თავის დროზე ამ კომპანიებში რამე წილის ან აქტივის ფლობელი იქნება. და ის ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც პირობითად ყოველდღიურობის გადასარჩენად უკმაპურისთვის ამბობს, შრომობს, ის ადამიანები ამ 15 მილიარდის და ტრილიონის ამხელა ეკონომიკაში მათ ძალიან მცირე როლი ექნება და მათ ალბათ მოუწევთ სახელმწიფო დახმარების მიღება გადარჩენისთვის. ანუ ეს ხო არ ზდის იმ კონკურენციაში მათ უპირატესობას, ვინც უკვე ისედაც მდიდარია. აი ეს ბომბა კითხვა არის, აი მგონია რომ ზუსტად 10-იანში გაარტყი რა, ეგ რეალურად ეგ ასალაპარაკო რა, ის კი არის ალაპარაკო ჩაგვანაცვლებს თუ არა, აი როგორ მოხდება ეგ პროცესი, ეგაა საინტერესო და მოდი აი ორ იმას მოვიყვან, ორ ვარიანტს რა. ესეც ჩემი დაკვირვებებიდან და ოფიციალურ განცხადებებიდან. იუვალ ნოა ჰარარი, ალბათ Homo Deus-ი, Homo Sapiens-ი მაგის წიგნები გექნება. Homo Deus-ში წერს ერთ რაღაცას ამის ვარიანტს მოვიყვან. მეორე ვარიანტი არის Sam Altman-ი, იგივე OpenAI-ის დამფუძნებელი, იგივე ChatGPT-ის მამა, ChatGPT-ის დამფუძნებელი, რას ამბობ? აი ChatGPT-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ AI ყველას გაათანაბრებს. ანუ ყველა თანაბრად ვიქნებით, აი რაც წერან თქვი, რომ კონსულტაციაც კი მიცემს იმ შესაძლებლობას, რომ მაგარი რაღაცები შექმნას და ხო რა, ანუ პროგრამას დაწერს ისიც და ასე შემდეგ, გაათანაბრებს ყველას. აი იუვალ ნოა ჰარარი ესეთ რაღაცას ამბობს, რომ კი არ გაათანაბრებსო, პირიქით რა, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში, იმას კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს. აი მართლა ყველაზე კარგი ვარიანტი, ეხლა რომ მივხვდეთ რომელია მართალი არის რეალური ცხოვრება მოვიყვანთ მაგალითად და ჩინეთის მაგალითი ავიღოთ. რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ კოვიდის დროს ისეთი სისტემა შექმნა, რომ მარტივად შეძლო ადამიანის სახეების ამოცნობა, ხო? პირბადითაც კი, პირბადენ რომ ადამიანს ეკითხა, შეძლო ადამიანის სახის ამოცნობა. ეხლა უბრალოდ შენ წარმოიდგინე, რისი გაკეთება შეიძლება ცუდ მთავრობას AI-ით, ან ყველა ადამიანის გაკონტროლება, ყველა ადამიანის ამოცნობა. რა თქმა უნდა, ეს კარგიც იქნება, იმიტომ რომ დანაშაულს ვიღაც ჩაიდე, მალე მივაგნებ და უფრო მარტივად ვიპოვოთ. თუმცა, რამხელა საკონტროლო იარაღს აძლევს სახელმწიფოს,
თუ ამას ცუდად გამოიყენებს და რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს, ხო, ყველაფერმა. იგივე საწყისებამდე მივედით, ხო? AI არ შეიძლება იყოს ბოროტი, მაგრამ ამას თუ იყენებს ცუდი ადამიანი, ამ შემთხვევაში ცუდი მთავრობა, შესაძლებელია რომ ეს ძალიან ესეთი რადიკალური და ცუდი იარაღიც იყოს კი. ანუ AI-ს რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია იმ ხელა სიბეროტესაც მოიტანს. როგორც ინტერნეტმა თავის დროზე რომ მოგცა უწვდომა ყველაფერზე, შეგვიძლია კომუნიკაცია უფასოდ დედამიწის წერტილიდან უამრავ ინფორმაციაზე წვდომა გაქვს, მაგრამ ამის მინუსი და ცუდი მხარე ის არის რომ ცუდი ინფორმაციაზეც გვაქვს წვდომა და კრიმინალსაც უმარტივებ რაღაცებს, ხო, ზუსტად იგივე რა, აქაც ვინ გამოიყენებს რაში და როგორ ეგარი. მე პირადად ჩემი დამოკიდებულება ის არის რომ ეს AI ყველას არ გაათანაბრებს. პირიქით, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში, იმას ცოტა წაუმატებს კიდე და ცოტა კი რა, ვინც AI-ს ქმნის და რა თქმა უნდა AI-ს მისი ეს დაქვემდებარებაში იმას უფრო მომართავს ხელს და ხო, ალბათ ივან ნოაჰარას ამაში დავეთანხმებოდი, რომ კი ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, ის რა თქმა უნდა უფრო მოძლიერდება ამ ხელსაწყოებით და ნუ იმედოვნებ რომ ამას ცუდად არ გამოიყენებენ. ყოველ შემთხვევაში ეხლა რასაც Sam Altman პირდება, ცუდს არაფერს არ პირდება. იმედია. ხო. იმედი სამჯერ. კი, და მაყურებელსაც ვურჩევდი რომ ეს Homo Deus-ი, Juan de Lobis მოკლე ისტორია, ეს ძალიან მაგარი წიგნი არის, ყველას ვურჩევდი რომ წაიკითხოთ. თუ გაინტერესებთ მომავლის სავარაუდო განვითარების სცენარი რა შეიძლება იყოს, ეგ წიგნია რა. ნუ წაიკითხოს და ასევე გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ძალიან მე საინტერესო ვიდეო შემოგთავაზებთ ძალიან მნიშვნელოვან ამბებზე. და ბარემ ერთი კითხვა, თუ დასამთავრებელი ხო, ეს თემა დავამთავროთ, რომ რაღაც ჩემპიონად გამოსვლებას გეტყვი, რომ ეხლა მაგალითად Google-ი, მოდი ხა developing-ში გადავიდეთ, პროგრამირებაში, რომ ძალიან მკაფიო თემა არის, სამსახურში ვისაც ვეკითხები ხოლმე, რა ბა AI ჩაგვანაცვლებს თუ არა, აი სადმე რამე წვეულებაზე თუ მაქვს ხოლმე საშუალება ან კონფერენციაზე ვიღაცას ეს კითხვა დაუსვა, ყველას უსვამ ხოლმე რა, დარგის ექსპერტებს, AI ექსპერტებს, ინჟინერებს, ასე. AI ჩაგვანაცვლებს თუ არა, საინტერესო პასუხი მოვისმინე senior developer-ებისგან, რომ კი. ვთქვით, დროის ამბავია ეგ ყველაფერიო რა, როგორც თქვით. ხო და აი ხა მაგალითისთვის Google-მა ეს რაღაც თქვა, ოფიციალურად ანუ ცოტა თქვა, რომ 25% ჩვენი კოდისო უკვე დაწერილია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ეხლა აქ სადაუა ეხლა დეველოპერები მომედავებიან და მეც ძალიან კარგად ვიცი, რომ ცუდ კოდს წერს, ვერ წერს, მაინც და მაინც კარგ კოდს, ბევრი ბაგი აქვს, ხარვეზი აქვს, მაინც და მაინც გამართული არ არის და ამაზე უამრავ ვიდეო არსებობს, დანახი მაქვს, წაკითხული მაქვს. თუმცა Google-ი რო ესეთ განცხადებას აკეთებს, ამ შემთხვევაში ორი ის არის, ხო? ერთი ან გვატყუებს, რაც უნამუსოვა და ეს Google-ის პასუხისმგებლობა არის და მეორე, ანუ 25% რო კოდი დაწერილი ამის, ის ნიშნავს, რომ უკვე სერიოზული პროგრესი აქვს AI-ის ამ მიმართულებით. შეიძლება ჩვენც არ ვიყოთ ხელმისაწვდომი ამ სახით, ხო? აი, და მოდი ახლა ესეთი რაღაცა ანუ ვიყოთ YouTube-ზე შეხვდა რამდენიმე ვიდეო, მაგალითად ამ ტიპს მოვიყვანა Alex Way. მიმიც კი გახდა ეგ ტიპი, ანუ ფრილანს სამსახური ქონდა და ეხლა ვინც ფრილანს სამსახური არის რა არის, ეს ნიშნავს რომ უბრალოდ დამკვეთი გაძლევს რაღაც ერთჯერად შეკვეთას, შეიძლება პერიოდულადაც მოგცეს რაღაც რამდენიმე ხანში ერთხელ და შენ ამ საქმეს ასრულებ და სანაცვლოდ იღებ. ანუ კონტრაქტი ესე არ აქვს, რომ იცი რა, იმუშავე ჩართო და ყოველთვის ხელფას გადაგდე. ეგრე არა. და ეს ტიპი ყვებოდა რომ ერთ კომპანიასთან მუშაობდიო, სტატიებს წერდიო რა და უცბად გავი რაღაცა დრო გავიდაო რა და სადაც თვეში 4-5 სტატიას უწერდიო და ერთ თვე გავიდა აღარ მითხეს, ორი თვე გავიდა აღარაფერი აღარ მითხეს და მეკონაო რომ შემეშინაო რომ გონი კომპანია დაიხურაო რა. შევედი მაგათ ვებსაიტზეო და თვეში 4 სტატიას რო დებდნენ თუ რაღაც კვირაში 4 სტატიასო, ეხლა დღეში დებდნენ 4 სტატიასო და აშკარად მივხვდიო რომ რაღაცაში იყო საქმეო რა და ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩამონაცვლა ფაქტობრივად. ოღონდ ესე აი ზრდილობიანად და ესე ხელშეკრულება არც გქონია ამასთან არავისთან მორალური ვალდებულება ამასთან არავის არ გქონდა რომ ეთქვა რომ იცი რა ეხლა ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებ ჩესოთ. ესე არის. ანუ ეს ტექნიკურად ლამაზად ჩანაცვლა რა ეს ტიპი. და აი განსაკუთრებით ესეთ რაღაცეებში აი თარჯიმნობაში უკვე ჩანს ეს ტენდენცია რომ ადამიანები მართლა ნაცვლებიან. ამას იმიტომ ამბობ, არა ვამბობ იმიტომ რომ ვიღაცა შევაშინონ. ამას მართლა იმიტომ ვამბობ რომ ჯობს კონდეს ამ სიტუაციებისთვის მსაობა, ჯობს იცოდე რომ იცი რა ეს ხალხს აწყვას რაღაცებში რომ შეიძლება ჩვენთან არ მოვიდეს, მაგრამ ეგ ტიპებიც რა ვინც YouTube-ზე მომზადებული შეხვდა. მინიმუმ შენ იყო ის ტიპი ვინც მაგ ხელსაწყოების დახმარებით დღეში გააკეთებს. შენ გამოიყენებ ეს ხელსაწყო კი არ ჩაგანაცვლოს, პირიქით ამ ხელსაწყოს შენ მოკიდებ ხელს და მაგ რაღაცეებს გააკეთებ. მაგით პირიქით ყველას მოუწოდებ რომ ამ ტექნოლოგიებს, ანუ პროგრამირების დრო თუ გინდა, ტექნოლოგიების წავა თუ გინდა, ამაზე კაი დრო არ არსებობს. და არა მხოლოდ ტექნოლოგიებს, იმიტომ ჩვენ გვხვდება კონტენტ კრეატორები, მარკეტოლოგები, აი ბევრ კამპანიებს, მათ შორის დიზაინერები, აუცი ან ბევრ სფეროში
და პრინციპში მე ხარ მეგულება რამე სფერო, ანუ რაღაცა მიმართულება, სადაც მაგალითად AI-ის როლი იქნება ნაკლები. მათ შორის მედიცინაში არის უსაზღროდ დიდი როლი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად უამრავი ბაზებია, ხო, სამედიცინო მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია, იმიტომ რომ გვაქვს უამრავი კვლევა და ყველა ჩვენი მისვლა იქიდან რეპორტინგი ხდება ამ ყველაფერს, ხო? ანუ წარმოიდგინეთ რა ზომის, რამდენი მასალა და მონაცემი არსებობს და შესაბამისად ძალიან ბევრი ესეთი ბანკები გაჩნდა, ხო? ეს მონაცემების ბანკები მედიცინის მიმართულებით, რომლებიც ბევრ კვლევაში და იმაში აქტიურად არის ჩართული და ძალიან ბევრი წინსვლები არის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ AI-ის როლი ესეთ მიღწევებში, წარმატებებში, ხო, თუნდაც ჯანმრთელობა, თუნდაც განათლება, ხო, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა პრაქტიკები, სადაც მაგალითად შეგვიძლია ChatGPT და სხვა ხელსაწყო გამოიყენო თვით სწავლებაში, ხო? ანუ შესაბამისად, შენზე მოარგო სწავლების მეთოდიკა, პირობითად სწავლების სირთულე, სწავლების სიჩქარე და აბსოლუტურად ყველაფერი და ფაქტობრივად შენი პირადი მენტორი გყავს, პირადი მასწავლებელი, რომელიც სხვა რაღაცის დაუფლებაში გეხმარება, გაძლევს მითითებას და შენს გვერდზეა მუდამ, ხო? უფასოდ. ხო, ეს რო ცოტა გვერდზე გადავდოთ, ეხლა აი ბარემ იგივე თემას მინდა შენსაც შევეხო, რომ AI-ის მეშვეობით თუ კვირაში ერთ სტატიას წერდა, ეხლა დღეში 4 სტატიას წერენო ახსენე, ხო? ხო ფიქრობ, რომ AI-ის გამოჩენამ ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასთან ერთად მოგვიმატა საქმე. იმიტომ რომ ჩემ პირად მაგალითსაც გეტყვი ხა, რომ მე ჩემი სამსახური და ზოგადად ჩემი საქმიანობა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მაინტერესებს, უამრავ რაღაცასთან მაქვს ხოლმე შეხება. და შესაბამისად მიწევდა ბევრი განსხვავებული მიმართულების დავალების შესრულება, რომ ჩემთვის ერთი პროექტი გამეკეთებინა. ეხლა შემიძლია რომ ის ერთი კვირა რომელიც მქონდა ერთ პროექტს გათვლილი, გავაკეთო ერთ დღეში ან რამდენიმე საათში. მაგრამ სამაგეროთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვირის დანარჩენი ნაწილი უსაქმურად ვარ, პირიქით. იმ კვირის რაღაც ნაწილში კიდევ უფრო მეტ პროექტს ვაკეთებ ხოლმე, შესაბამისად გაიზარდა ჩემი პროექტების რაოდენობა და სიჩქარეც. თუმცა საქმე უფრო მეტად მომემატა ფაქტობრივად, იმიტომ რომ რადგან გამარტივდა, ნიშნავს, რომ ამ სიმარტივის გამო უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შემიძლია, შესაბამისად უფრო დატვირთული გავხდი. აი, შენი წარმოდგენით ან შენ თუ დაკვირვები ხარ ამ ყველაფერს, ან როგორი ხედვა გაქვს? შენ ყოველდღიურობაში კი გაგიმარტივა კოდის წერა, მაგრამ შესაბამისად ერთ დღეში დასაწერი კოდის, ერთ კვირაში დასაწერი კოდის მაგალითად შენ შეგიძლია რომ უკვე დღეში გააკეთო ან ნახევარ დღეში და ის დანარჩენი ერთი დღე კიდე ამდენი 10 კოდი გააკეთო ახალი, ხო? კი. სხვათა შორის მაგაზე ადრე წავიკითხე რაღაცა კვლევა იყო მოცემული, რომ 90-იან წლებთან შედარებითო თანამედროვე ადამიანს, ანუ ამ ეპოქაში, მგონი თუ სწორად მახსოვს, რა რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ პირობითად ვიტყვი რა, რამდენჯერმე 4ჯერ მეტი ინფორმაციის დამუშავება უწევს ყოველდღიურად და მართლა ეგრე არის, რომ სოციალურმა ქსელებმაც კი AI როგორზე გავწიოთ საერთოდ, უკვე იმდენი ინფორმაციაც დაგვაჯახა, ხელა ინფორმაცია ნაკადი მოდის ყოველდღიურად, რომ ან ძალიან ბევრი რაღაცა ფსიქიკურ დაავადებაც კი წამოიწა წინ, ხო, ADHD ამობე რომ არის რაღაც მხრივ არის დალინკული, არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ხელა ინფორმაციასთან ასე ნაადრევ ასაკიდან გვაქვს წვდომა და ასე შემდეგ. აი პირად ჩემს მაგალითზე, ხა მაგალითად სამსახურში გასაუბრება მქონდა, ჩემი ინგლისურის ლეველს, ჩემი ინგლისურის დონეს რო ამოწმებდნენ, გასაუბრება მქონდა chatbot-თან, რომელიც მესაუბრებოდა საკმაოდ გამართული აქცენტით, ჩემზე უკეთესი აქცენტიც კი ქონდა. ძალიან კარგად შეეძლო ჩემს გაცემულ პასუხებზე follow-up question-ები, ან ქართულად არ ვიცი follow-up როგორ შევა თქვა. ჩაკითხვები, აი ხო, ეს ზუსტად აი სიტყვა. ჩაკითხვა ძალიან კარგად შევა. ესე, აბა ეს როგორ არის, მაშინ ესე მეკითხებოდა ხოლმე და უცბად მივხვდი, რომ აი ამან ეს პროცესი როგორ გაუმარტივა იმ ადამიანს, ვისაც ეს ჩემთან უნდა გაერო, უნდა დამჯდარიყო ნახევარ საათი დამჯდარი. და უნდა ესე თქვა, ჩემთან ქონოდა ესეთი საუბარი, მე უნდა ამდგარიყო ეს ჩვენი საუბარი გაერჩია, ჩემი ისინი მოენიშნა, ასე შემდეგ. ანუ იმან, ოღონდ ნახეთ, AI-მ არ შემაფასა. AI-მ ბოლოს ჩემთან ჩაწერა ეს ვიდეო რა, მთელი საუბრის. და მე ვიღაცა ადამიანი, არ ვიცი ვინ, დაჯდა ამ ყველაფერთან, ჩემს საუბარს მოусმინა AI-სთან და შემაფასა. ეხლა წარმოიდგინე იმ ადამიანს ესეთი საუბრის გაკეთება დღეში შეეძლო რამდენჯერ.
რა ვიცი, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 10-ჯერ თქვათ, ხო? შენ ჩანაწერს ხო უფრო მარტივად მოусმენ, ეგ ზოგადად დადასტურებულია, რომ ადამიანს თუ შეუძლია 200 სიტყვის წაკითხვა წუთში, სამაგიეროდ წუთში შეუძლია 400 სიტყვის მოსმენა. იქ იცოდი ეგა? 2-ჯერ და 3-ჯერ მეტის მოსმენა შეგიძლია. სხვაშორის მე არ დავკვირვებია, მაგრამ წაკითხვა მირჩევნია ხოლმე რატომღაც. ხო, მაგრამ იქ იცოდი რომ მოსმენით უფრო მეტ ინფორმაციას ამუშავებ რა ტვინში, ვიდრე წაკითხვით, იმიტომ წაკითხვას უფრო თვალის კუნთებით იძაბება უნდა მიაყოლო და ასე კონცენტრაცია მეტი გჭირდება, მაგრამ როცა უსმენ უფრო მეტს ამუშავებ. ეხლა შენ წარმოვიდგინე იმ ადამიანს აღარ უწევს ჩემი არაფრის, რა უბრალოდ ჩართავს კურსას მეც გაიკეთებს, 2x-ზე დააყენებს, 1.5x-ზე დააყენებს სიჩქარეს და ანუ მინიმუმ ხო 1.5-ჯერ მეტი ვიდეოს ყურებას მოასწრებს. ანუ ძალიან მარტივი ფორმულით შეგვიძლია გავიგოთ, რომ კი, ადამიანს მოგვემატა სამუშაო და ეგრე მოხდება ხოლმე, როგორც კი ახალი ხელსაწყოები გამ Google-მაც ეგ გააკეთა. ჩვენ თუ ინფორმაციაზე მარტივი წვდომა მოგცა, სამაგიეროდ ამდენი სამუშაო თუ გქონდა და წიგნში ვეძებდით, ეხლა ვეძებთ ინტერნეტში და სამუშაო გვაქვს ამდენი. იმიტომ რომ შეგვიძლია მაგდენი მოსწრება. უბრალოდ აქ მე მივდივართ იმ კითხვაზე, რომ ადამიანის გონება და ტვინი რამდენი ინფორმაციას გაუწევს, ანუ სადამდე შეიძლება მოგვაწევს ვიღაცა, რომ აი ამდენი აკეთე რა. ანუ ერთ ადამიანს აწი შეუძლია 100 ადამიანის საქმე აკეთოს პროგრამის, იმიტომ რომ უცბად დაეხმარება ისა, თუმცა აი რაღაც ლიმიტი ხო იქნება, რომ იმის იქით უკვე ვეღარ შეძლო ტვინი გადაიწევა ფიზიკურად. ამიტომ კი, მაგაში გეთანხმები, რომ ადამიანებს სამუშაო მოგვიმატა AI-ი და როგორც კი განვითარდება და უფრო და უფრო დაიხვეწება ესა, უფრო და უფრო მოგვემატება რა. გავიქრობ საერთოდ. ხო. ეხა იცი რამდენიმე სტატისტიკაც მინდა მოვიყვანო წეღანდელ თემაზე რომ საუბრობდით რა. აი 2023 წელს აშშ-ში 3900 სამსახური გაშვებული ადამიანის მიზეზში მითითებული იყო რომ AI-ის გამოხდა ეს ყველაფერი. ანუ წეღანდელ თემას უბრუნდები რაღაც პონჩი რომ რამდენიმე სტატისტიკა მოვიყვანო და ამას უბრალოდ იმას ვამბობ რომ ნებისმიერ ბიზნესი ცდილობს მაქსიმალურად ავტომატიზირებული გახადოს ეს პროცესები. ჩემი ინგლისურის გასაუბრება. დაზოგოს თანხაც. ხო, აყვანა, გაშვება და შემდეგ HR-ის მოვალეობა რაც იყო ფაქტობრივად ხდება უკვე ავტომატიზირებულად. ამას კიდე ერთხელ იმიტომ ვიმეორებ რომ ადამიანებო და მაყურებლებო, ჩემი ჩათვლით, შენი ჩათვლით, ამ ყველაფერს მზად უნდა ვიყოთ და იქით უფრო მალე დავიწყეთ ამ ყველაფერს მომზადებას და გადახარისხებას, დაფიქრებას და საკუთარი უნარების გაუმჯობესებას, მით უფრო უკეთეს. ოკეი, აი ბოლოს კი რომ გავიდეთ მაშინ ლუკა, იმიტომ რომ ძალიან შეგვიძლია მე რამდენიმე ვიდეოთ დავყოთ ჩვენი სასაუბრო თემა, იმიტომ რომ თითოეული ეტაპი და თითოეული ფაზა კიდე ჩაშლას მოითხოვს ალბათ და მომავალზე და სამავალ გეგმებზე კიდე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ აი მოკლედ რო ავღწეროთ AI-ის მომავალი. მოკლედ ჩვენ ვისაუბრეთ განვითარებაზე, ვისაუბრეთ ისტორიაზე, მის როლზე დღევანდელ საქმიანობაში, ვისაუბრეთ ხელსაწყოებზე, რომელსაც ყოველდღურად ვიყენებთ და შევთანხმდით იმაზეც, რომ დღეს თუ ტექნოლოგიაში ან ზოგადად ნებისმიერ პროფესიის დაუფლება გინდა, აუცილებლად უნდა ისწავლო პარალელურად AI ხელსაწყოები და AI-ის გამოყენება. ასევე ვისაუბრეთ მომავალზე, სადაც უფრო განვითარებულ ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება რომ შევაწყდეთ, რომელიც ჩვენი დონის ან ჩვენზე უფრო მეტად განვითარებული იქნება და ეს რა თქმა უნდა მისი რისკები შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ამაზე მართლა ბევრი სამეცნიერო ფილმი ან ფენტეზი ჟანრში უკვე გვინახავს ან წავიკითხავს. მაგრამ აი ძალიან მოკლედ მაინც შევაფასოთ მომავალი, AI-ის როლი თუნდაც ყოველდღიურობაზე, თუნდაც ჩვენს ინდივიდუალ ადამიანებზე, რა გავლენას იქონიებს და თუნდაც ძალიან დიდ ჭრილში დავინახოთ ქვეყნის ეკონომიკის, ჯანდაცვის, აბსოლუტურად მთელი სისტემების განვითარებაში რა როლი შეიძლება ქონდეს მას. ვაუ, ეგეც ძალიან კაი კითხვა არის. მგონია რომ ამის წინა სახეს უკვე ვხედავთ ბევრ რაღაცაში, განათლება ახსენე წეღან და ნამდვილად ეგრე არის, რომ უკვე პირადი ასისტენტი, პირადი მასწავლებელები გვყავს. მეც გითხარი რომ აი მაგალითად რომ მიწევდა რაღაც ბიბლიოთეკის დოკუმენტაციების წაკითხვა, ეხლა 10 წუთში ვსწავლობ ახლა ბიბლიოთეკას საკმაოდ კარგ დონეზე AI-ის დახმარებით, იმიტომ რომ იმ ყველაფერს მაჭმევს აქეთ ძალიან პატარ-პატარა ესე თქვა მნიშვნელოვანი მე. და მორგებულია შენზე, ხო? ზუსტად იცის ჩემი შესაძლებლობა ვეუბნები რა საფეხურის ეს თქვა დეველოპერი ვარ და მარტივადაც შეუძლია ახსნა. აი ყველაზე მეტად რაც მომწევს ხოლმე და ძალიან მომწონს არის ის რომ რაღაც თემას თუ ვერ ვიგებ ხოლმე ეს საფეხურებად ვაკეთებინებ რომ ამიხსენ როგორც 10 წლის ბავშვს აუხსნიდი და ამიხსენს მარტივად და ოპა აი გავიგე. მე ხა ამიხსენ როგორც აუხსნიდი დამწყებ პროგრამის ამიხსნის კიდე ვა ესე იგი კიდე გავიგე. მე როგორც
საშუალო და მე როგორც რაღაცა senior developer-ი და უცბად მთელი თემა ძალიან მარტივად გავიგე, რაც აქამდე ჩემთვის გაუგებარი იყო და ჩემს მოსწავლეებსაც ვეუბნებ ხოლმე მაგას, რომ ChatGPT გამოიყენეთ ამ ხრივ, რომ რაღაც თემას რო ვერ იგებთ, ესე კითხეთ, ჩაეძიე, რომ კარგად გაგებინოთ. კი არა, აწერინო. ხო, აი ზუსტად, კი, გაიგე, რას გეუბნები. როგორ მუშავდება ზოგადად, როგორ ეწყობა მარტივად. განათლებაში აშკარად უკონკურენტოა AI ძალიან ნიშნულოვნად შეცვლის ამ სფეროს, ჩემ პირად პროგნოზი ეს არის, რომ ძალიან მალე უკვე სკოლაშიც მოიკიდებს ფეხს. დიდი იმედი მაქვს და სურვილი რომ ესეც იყოს, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი განათლების სისტემა არაფერს არ ვაკრიტიკებ, არც როგორც კეთდება ყველაფერი, უკეთესად შეგვეძლო ალბათ გავაკეთებდით, ხო, ანუ ძალით ახლა არავინ არ აფუჭებს ამ სისტემას. ჩემი აზრით აფუჭებენ ახლა. ხო. მაგაში შევიდა. ხო, რაღაცა შევა ხელს უშლიან. ალბათ არ მინდა რომ გავაკრიტიკო, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ თუ ჩემ დროს საერთოდ არ გქონდა ტექნოლოგიებთან შეხება და სკოლაში Word-იც და Excel-იც კი არ მისწავლია, ჩემი ძმა მეხმარებოდა პირველ კურსზე Word-ის და Excel-ის გამოყენებაში, ეხლა მეტნაკლებად სკოლებში შევიდა ეს. იმიტომ რომ მიხვდა რომ საჭიროა და აუცილებელია და რომც არ შევიდეს, ბავშვებს აქვთ უკვე ამ ყველაფერზე წვდომას და თვითონ იყენებენ ამ ყველაფერს. მოკლედ, განათლების სფეროს მნიშვნელოვნად შეცვლის სატრანსპორტო სისტემაში თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ახლოს ვართ ავტონომიურ მანქანებთან, Tesla-ს უკვე ყავს, უბრალოდ გულისხმობ მასობრივად, რა წეგნო თქვით, რომ აი, უცბად შემოვაგდეთ, რომ ისე გავყავდეთ და ეს შემოვიდეს. მედიცინაში ალბათ AI-ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოყენებაც შეიძლება მოუწიფნოთ ეს არის, რომ ბევრი კომბინაციაც ცადოს, წამლების, ესე ვთქვათ, ახალი წამლები შეგვაქმნევინოს, დიაგნოსტირება შევძლოთ და აი ერთხელ უსმენდი TED საუბარს, TED კონფერენციაზე იყო ერთხელ გამოსული, ასტროფიზიკოსი იყო და AI როგორ გვეხმარებაო მაგას ამბობდა რა, აი ასტროფიზიკასთან ხო რა შეიძლება კავშირი იპოვოს ამ ყველაფერმა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ ეგზოპლანეტებს რო ვეძებთო, ეგზოპლანეტები არის პლანეტა, რომელიც დედამიწასთან იმდენად გავს, წყალი ახმედათია, აერია, ჟანგბადია, შემდგომ რომ ანუ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის ნიშანი წყალი. რომ ანუ ეგზოპლანეტას რო ვეძებთო, იცით წარმოიდგინეთ რას გავს, რომ 1 კილომეტრის დაშორებით დადგეთო ცათამბჯენთანო, ყველგან იყოს შუქიანთებულიო და ვიღაცამ უბრალოდ თითის წვერი რო გამოყოსო ფარდის უკნიდანო და შეყოსო რა ერთ რამდენიმე წამის განმავლობაშიო. და აი ეს რო შეამჩნიეთო, აი იზუსტად დაახლოებით იგივე სირთულის იმას ვაკეთებთო რა. ხო და ამის შემცნელად ადამიანის თვალს ძალიან რთულია, მილიონობით, ათასობით ფოტო გაქვს, აი მონად შესაძლოა ბაზა გროვდება, ბევრი ინფორმაცია გროვდება. ამის ანალიზი ძალიან გვიჭირს. და ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს ძალიან მაგრივად შეძლებს. გვიჭირს ერთია და პლუს ერთი ადამიანი რო ჩაუჭდეს, ან ნახე, ესეთი კვლევის ჩატარების დროს, აი მილიონობით ფოტო რო გადაამზადოს. ხშირად ერთი ადამიანის სრული სიცოცხლე შეიძლება არ იყოს საკმარისი და მე მეორე რო დაიწყებს, ანუ შესაბამისად საიდან ხომ იქიდან პირველს გამორჩა სადღაც რაღაც მომენტში. ანუ ბევრი ხო შესაბამისად ანუ ადამიანებს უჭირთ ერთიანი ამ ხელენის დონის ინფორმაციის დამუშავება და ალბათ AI აი ზუსტად ამ თუ მაგას იზამს, რომ ძალიან კარგად შეძლებს ანალიზს დიდი მონაცემების და ანუ გვაჩვენა რა AI რა მარტივად AI-ს რა მარტივად შეძლო ასეთი რაღაცების აღმოჩენა, ეგზოპლანეტების აღმოჩენა და ნუ მაგას ვამბობ, რომ მედიცინაში, ასტროფიზიკაში, სადაც გვჭირდება რაღაც პათერნების დაჭერა, მიმართულებების დაჭერა, რაღაც პროგნოზის გაკეთება, ას რაღაცებს ძალიან კარგად გააკეთებს და მე მგონი ბოლოსკენ გავდივართ, ხო? ერთი რჩევა მექნება მაყურებელთან, რომელიც თავის დროზე მე ძალიან კარგად დამეხმარა. ჩემი საყვარელი დეველოპერი არის ერთი Pirate Software ესეთი YouTube არხი აქვს, Twitch-ზე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრიმერი და მოკლედ ძალიან მიყვარს ეგ ტიპი და ესეთი კარგი გრაფა დახატა რა და ეს წარმოვიდგინოთ რომ ეგ კითხვა დაუსვეს რომ ჩაგვანაცვლებს თუ არა AI ასეც წარმოვიდგინოთ ადამიანებო რომ ესეთ გრაფა შეადგინა რა რომ ჩაგვანაცვლა ვერ ჩაგვანაცვლა სიტყვას ვერ ჩაგვანაცვლა სიტყვას აქ სიტყვაზე ვისწავლე ანუ ვიმოქმედე ვისწავლე აქ არ ვისწავლე არ ვიმოქმედე არ ვიმოქმედე ანუ არც ვისწავლე არც ნახე პირველი ვარიანტი ის არის რომ ვიმოქმედე
და ანუ ვისწავლე რაღაც პროფესია ვისწავლე, პროგრამისტი გავხდი, დიზაინერი გავხდი, მნიშვნელობა არ აქვს რაღაცები და ჩამანაცვლა. აი თუ ვიმოქმედე და ამ ტიპმა ჩამანაცვლა, წაგებული არ ვჩები მაინცო რა, იმიტომ რომ მე ხო ვისწავლე, მე ხო რაღაც ცოდნა მაქვს. ნიშნავს რომ მე სხვა თუ არაფერი, სხვა მიმართულებაზე ისე მარტივად გადავალ, ჩემს რაღაც ჩემს კარიერას შევიცვლი, გარდავქმნი ჩემს ცოდნას, ამ ხელმოწერს გამოვიყენებ საჩემო და პირიქით უფრო მაგარი გამოვალ. ანუ ნიშნავს რომ ამ შემთხვევაში ვიკებ. ნები ანუ მოვიქე ამ შემთხვევაში. ეს ვარიანტი მე მაწყობს პლუს დაუწეროთ. კაი, ესე იგი, ეხლა ვისწავლე, ვიმოქმედე, რაღაცა ვისწავლე და ვერ ჩამანაცვლა. ეს ყველა ვარიანტი აქ x კი არა, y-ი დავწეროთ, რომ მაინც მაწყობს. ეხლა ვისწავლე, ვიმოქმედე და ვერ ჩამანაცვლა. ეს შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი ხო, ანუ არც პროფესიის შესვლა მომიწია, არც რაღაცა გადაკვალიფიცირება, პირიქით ძალიან მაგარია რა, უფრო მაგარი გავხდი კიდე რა. ყველა ვარიანტი ეს. ეხლა ნახე, არ ვისწავლე და ჩამანაცვლა. ეს ნიშნავს, რომ პირიქით ძალიან ყველაზე ცუდი ვარიანტი ეს არის, იმიტომ რომ არც ვისწავლია, თან ჩამანაცვლა, აღარავის ვჭირდები და ასე შემდეგ. და არ ვისწავლე, არაფერი არ გავაკეთე და ვერ ჩამნაცვლე. ესეც იგივე მდგომარეობაში მოვყოფებს, რომ ანუ მაინც მომიწევს სწავლა აუდის მე რაღაც. ანუ ყოველთვის, აი ამ გრაფას რო შევხედოთ, ყველაზე კარგი ვარიანტი არის ის, რომ ვისწავლოთ. მნიშვნელობა არ აქვს ჩაგვანაცვლებს თუ ვერ ჩაგვანაცვლებს, რაღაცას რო ისწავლე და რაღაცა რო შეგეძლება, ნიშნავს რომ შენ უკვე შეგიძლია გადაკვალიფიცირდე, გაუმჯობესდე, წინ წახვიდე, განვითარდე და ასე შემდეგ. ამიტომ ხო, მეგობრებო, არ შეგაშინოთ ამ რაღაცამ, არ დაგზაფროთ იმან რომ აი ჩაგვანაცვლებს, აი ეს ეშრება, არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თავარი თქვენ ისწავლოთ, იმოქმედოთ, გააკეთოთ და ყველა ვარიანტში მოგებული დარჩებით თქვენ და არა ხელოვნური ინტელექტი. მორჩა. რთული თემა იყო. ხო, მოდი, ეგეც აღვნიშნოთ, რომ მართლა ძალიან რთული საკამათო თემაა, ვიცით, ბევრს თავისი აზრი აქვს, აქ ყველაფერი რაც გავაჟღერე, რაც ფაქტი იყო, აღვნიშნო ფაქტი იყო, რაც გავაჟღერე და ჩვენი პირადი შეხედულება. ამის გამო, ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს, თქვენი აზრით შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ წყარად. შვიდად ჩვენ წყარში. და პირველ რიგში მადლობა ლუკა. ბევრი რაღაცას შევეხეთ მგონი. კიდე უფრო მეტი იყო რაც ის გაჩვენა შეიძლებოდა, მაგრამ რაღაცა ფორმატი ქონდა კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და მგონია რომ ხშირად შევხვდებით ხოლმე სხვა თემაზე, თუ ამის საშუალება იქნება და მაყურებელსაც მოეწონება. აუცილებლად გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი, მოგვეცით ამით სტიმული, დაალაიქით, გაუშიარეთ თანამოაზრეებს, მეგობრებს. და აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარები, შეკითხვები თუ რამე დაგებადათ ამ თემასთან დაკავშირებით. ბევრი აბიტურიენტია, ბევრი მშობელი დარდობს რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს სხვა პროფესია, კარიერა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ყოველივე. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე 100%-იანი პასუხები არ გვექნება, მაგრამ შეგვიძლია რომ იმ განვითარებით, იმ ტრენდებით, იმ რაღაცა სხვა ტექნოლოგიის ანონსებით, ხო, რაღაცა ერთგვარი შეხედულება ჩამოვაყალიბოთ და გაგიზიაროთ, ამით თუ დაგეხმარებით, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდება. ეხლა კი ლუკა, ბოლო ნაწილია და შესაბამისად გადავდივართ პატარა თამაშზე, რომელიც ჩვენ წინასწარ მოვამზადეთ. ეს არის ამისთვის სახელი ჯერ არ დაგვიხვევია, იმიტომ რომ პოდკასტის ახალია, პირველი ეპიზოდია ფაქტობრივად. და იქნება AI-ის მიერ შექმნილი ვიზუალები და ადამიანის მიერ შექმნილი ვიზუალები. და ჩვენმა გამოვიცნოთ, რომელი არის მაგალითად და არის თუ არა. შენც არის პასუხი. მეც არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენმა გუნდის წევრებმა მოამზადეს ეს ყველაფერი და ნახოთ ახლა ვინ გაიმარჯვებს მოკლედ ამ ჭიდილში. ნახოთ თამაშის პრინციპს მარტივია, აგიხსნით, გვაქვს მოცემული ორი ფოტო და უნდა გამოვიცნოთ რომელი არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო ჩვენთან ერთად ითამაშოთ, დაწერეთ თქვენი ვერსიები და ნახოთ რამდენს გამოიცნობთ. აბა, დავიწყოთ ხარ? კი. კაი. მოგეთ პირველი ფოტო არის ესეთი. ბაღაყის არის. აქ მგონია რომ თითების შეიძლება იყოს პრობლემა. ხო, თითები არის ხოლმე AI-ის ზოგადად პრობლემა. ხო, მაგრამ ორივე ალბათ პირველია ნამდვილი, მეორე გენერირებული. ეგრე მგონია. რატო ფიქრობ მაგას? საკმაოდ კაი ხარისხია სხვა შორის. თან თითებიც ნახე ტექსტურა თითქოს ძალიან უპრიალებს, არა? ხო, სამაგიეროდ ნახე ხის ისინია ტექსტურებია, საკმაოდ ისეთი. დახვეწილი, ხო? კაი, მოდი ამ შემთხვევაში დაგიჯერებ, იმიტომ რომ რაღაცა ზედმეტად ბლარშია, ხო, პირველი რაღაცა. რაღაცა დამუშავებულის არის. შეიძლება ვერ გამოიცა. კაი, აბა წავიდა მეორე. აქ იყო რაღაცა ნიმუში.
ეს რაღაცა. ნახე ამას მარტივი მრგვალი წრეები აქვს, ამას უფრო კომპლექსურია რა. კომპლექსური. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. აბა, კარგი. აქ რომელია ნახე? აი პირველი ქაოს ძალიან დამუშავებულს AI-ს. მე უფრო ძველი მგონია რა. ბიჭო, აშკარა არის ემჩნევა რა, მაგრამ წეღანაც მაგას შემასწნევი, იდეაში ამას უფრო ემჩნეოდა რა, ხელმეტექს მიიღო, დაგენერებული და მეთქი ესეთი მარტივი არ იქნება მეთქი, მაგრამ რა, აი მოდი ნახე მარტივი იყო ეს მომიშო. ან მე უფრო ძველი არის დაგენერებული. ხო. ხო, იმიტომ რომ ზოგადად მე რასაც დავაკვირდი რა. ცუდ ხარისხში ფოტოების დაგენერებული ცუდ ხარისხში ფოტოები უფრო რთულად ის არის გასარჩევია. იმიტომ რომ პიქსელების რაოდენობა ნაკლებია და უფრო უადვილდება ხელოვნურ ინტელექტს მსგავსი ვიზუალების შექმნა. აი, პატარა გამოწვევა მაყურებლებს, სადით და ChatGPT-ს უთხარით რომ დაგენეროთ ღვინით სავსე ჭიქა. ხო, ეს ხო, არ ვეტყვი შედეგი რა იქნება. უბრალოდ სადით რომ აი მაქსიმუმ პირამდე სავსე იყოს ჭიქა. და დაწერეთ კომენტარებში მე შეძელით თუ ვერა. ხო, მე ვცადე სხვა შორის და არ თქვა, ნახე, მინდა. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. აი ეს უბრალოდ მინიშნება რა შეიძლება გვეყო. კარგი. აქ მე მაქვს მგონი ეგრევე. რომელს ფიქრობ? მეორეს. ნახე, მეორეში მგონია რომ ცოტა არარეალისტური ისინი. ხო, სახეები. ნახე. ეს სახეები, კი, სახეები. მე მგონი ძალიან მარტივი აქეთან ხელიც აზერილი არის სახესთან, ხო? პირველი ვიაპასო. ან ნამდვილი ფოტო არის პირველი. ჩვენ ნამდვილად ნიშნავ? ხო. მაშინ ხო. მეთქი AI იყოს. აგასე ჩემი თამაში თავი. კაი. ხო, ეს რთულია. ნახე, ამას ცოტა მე ცოტა ხარისხი აქვს და პირველი გონია დაგენერებული? პირველი დაგენერებული, მეორე ნამდვილი. მეორე ნამდვილი. მეც ეგრე მგონია, იმიტომ რომ იდეალური ის არის, სიმეტრიული ან არეკლი რა. ეს მარტივი. მაგრამ ეს მაგრად არის. კი, ნამდვილი. ოპა. ხო, აქ მე მაქვს პასუხი. იმიტომ რომ ვიცი Starship-ის ვიზუალი და თუ იცი ვიზუალი, ცოტა მივაახლოვა. ჩემთვის მაგალითად ახლა რთული გასაგები. ალბათ პირველს ვიტყოდი. ხო, პირველი მგონია. კი. კაი ასლი იყო, მაგრამ ეს ცოტა მეტად რეალისტური იყო. აქ ალბათ გუმანი თუ გზნობ პირველია. პირველი არის რეალური, ხო? ხო, მაგრამ რა მაინტერესებს, ესე გაჩახჩახებულია ქალაქი და ჯერ არც კი ბნელა. მაგრამ მეორე ძალიან გაბლარულია და ხო. ნახე, როგორ იგი პირველი არის. აიგარი. აბა შემდეგი. ხო, აი ჩილოეთის ციალი ვახსენეთ და. ნახე, ალბათ აქ ნათებას უნდა დააკვირდე. ნახე. ნათების პატერნს, ხო? ნათებს აქვს ზემოდან. ნუ მეორე მგონია მე რეალური. მეც. აბა ვცადოთ. ხო. მე მგონი საკმაოდ მარტივად მივიტოვეთ. პირველს თუ არ ჩავთვლით, ხო? პირველს ვერ წარმოვიდგინე თუ იცი. ალბათ ეს. მეორე ნამდვილი. AI-ს რაც შევამჩნიეთ, ზედმეტად კარგს აკეთებს რა და მაგითი ხდები რომ აი ზედმეტად კარგი. აქაც ნახე ხა ტექსტურა ამის როგორ გაფუჭებული არის, ამის როგორი. ხო, აი ჩემი დაკვირვითაც ესეთ ტექსტურიანი, ბევრ დეტალიანი რაღაცეები ძალიან უჭირს. კი. ნუ ალბათ რაღაცა ხარისხით მივხვდებით რა. პირველივეა ნავდი. ტექსტებს დავაკვირდი, ალბათ ნამდვილია, მგონი არ არის ნამდვილი. ისე და ტექსტები ნახე. ხო, ტექსტებიც უჭირს ერთ-ერთი ის არის. ტექსტები აი. აი ნახე აქ votes for women. აქ ტექსტები საერთოდ გაუკლდა ასე მიწერია. პირველივეა ნამდვილი. ხო. მე მგონი ერთი შეცდომა და ჩემი ყველაფერი კარგად იყო, ხო?
მშვენიერი. კაი. ალბათ ეგ ის იმის გამო რომ პრაქტიკა უკვე ძალიან დიდი, ხო? პირველს თუ არ ჩავწერთ ხა. შენ სულ დიზაინებს ვამე ბიჭანს დახმარეთ აკეთებ ხოლმე და პირველში არ მახსოვს მე რა ვერსია მქონდა. მე მგონი სწორი ვერსია მქონდა. სწორი ვერსია. მე მეთქი პირველივე იქნება. ხო. ოკეი. მოგეთ ლუკა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის რომ გვესტუმრე, იმისათვის რომ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. იმედი მაქვს რომ ამით ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. პატარა კითხვებზე მაინც გავეცით პასუხი ან შფოთვა თუ არ მოუმატეთ, იმედი ოდნავ შევსურვეთ მაინც მე მგონია რომ ცოტა მოუმატეთ კიდევაც, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ნაკლებად საუბრობენ, ან თუ საუბრობენ ზედმეტად ტექნიკურ ენაზე საუბრობენ და ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს რაღაც ნაწილი, ხო? მომდენ ჩემს შემთხვევაში პრობლემაა. კი ბატონო. მოგეთ კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. იმედი გვაქვს რომ კიდევ სხვა გადაცემებში საუბრობთ გვესტუმრებით, ხო? მადლობა ავთო. შენ პირიქით მიხარია მომეც საშუალება ჩემი აზრით გამესიარება ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი სიამოვნებით მოусმენთ სხვების აზრსაც, გამოცდილი ადამიანების აზრსაც და რა თქმა უნდა ჩვენი შეხედულები მუდმივად იცვლება, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ, ვითარდებით და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომწონს ეს ფორმატი პირველად ზივარ პოდკასტზე ესე ამ ფორმატში შენთან ერთად და 1000 მაგად მიხარია რომ შენ მომეცი კიდე ამის შესაძლებლად. მადლობა. მაყურებელსაც ძალიან დიდ მადლობას მოუხდი, ვინც ბოლომდე გვისმინა. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ, დაგვიწეროთ კომენტარი და აუცილებლად გადააშიაროთ, გაუსიაროთ თქვენ თანამოაზრეებს, მეგობრებს, ვისაც ზოგადად ტექნოლოგია და ეს თემები აინტერესებს და არ დაგავიწყეთ, აუცილებლად დაწერეთ თქვენი შედეგები, რამდენი გამოიცანით, რომელი იყო ყველაზე რთული თქვენთვის და ლუკას მიერ დატოვებული პატარა სავარჯიშოც რამდენი შეძლებთ, რომ ChatGPT-ს ან რომელიმე AI ხელსაწყოს დააგენერირებოთ, ან შეაქმნევინოთ ღვინით სავსე, ან ბოლომდე ავსებული პირამდე ღვინის ჭიქა. ხო, ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით. აბა დროებით.